ვენახი მაგ პატარა ესეთი საჩვენებელი ვენახი მაგ ტიბანში შიგ ცენტრში ოღონდ მე და ჩემი მეგობარს გვაქვს ნახევარი გეკ მაგრამ ნუ ესეთი საჩვენებელი ყოფილა მაგრამ ესეთი ძალიან თავმომწონეთ ვართ იმიტომ რომ იშვიათად ძვირფასი ღვინოა და გომბორში წურავ სიცილიაში გომბორში წურავ და რა კაცეთელი ცოტა მწვანე როგორც იციან კახელებმა და ტიბა ნუ აი ნამდვილი ტიბანის ესეთი ტანინით და ოდნავი სიტყვით თავისი მოყვება იმიტომ რომ შაქრიანი იყო მაგრამ ძალიან გემრიელია და ძალიან ძვირფასი ღვინოა მე მგონია რომ მე ვამბობ რომ სხვადასხვა დამილევება კაი ღვინოები და აი ეხლა რო ღვინო მაქვს ეგეთი ღვინო პრაქტიკულად ვერ მაგონდება რამდენი ცოტა ბიოთი ვაწარმოებს და წელს მოგვივიდა 3 ტონა 4 ტონამდე ბიო გვაქვს ჩვენ წელს დავიწყოთ გაიცათ უკვე სერტიფიკატიც გვექნება ეხლა ჩვენ ვიცით უკვე რომ თავს ვარ მოვიტყუებთ კი ბატონო დავიწყოთ მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჩვენს პოდკასტებს, მოგეხსენებათ ის პროცესები, რომელიც სოფლიოში მიმდინარეობს და სწორედ ეს საკითხები გვინდა ახლა განვიხილოთ ჩვენს მეგობართან, დიპლომატთან, ბატონ ზურაბ აბაშიძესთან. ბატონ ზურაბ, მადლობა, რომ ხართ ჩვენი სტუმარი. ესე ზედმეწარდგენის გარეშე თქვენი პიროვნების დავიწყებ ამ საუბარს, ესე ვთქვათ. ჩვენ ესე გუშინ პრინციპში შედგა შეხვედრა ამერიკისა და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების ესე დავარქვათ, ხო იქიდან სახელმწიფო დეპარტამენტია მართალია, მაგრამ აი ამ საქმეს ვინც უძღვება იმ ადამიანების, იმ ლიდერების, მარკო რუბიოს და სერგეი ლავროვის შეხვედრა გაიმართა ერიადში, საუდის არაბეთში და ყველას ყურადღება ალბათ იქით იყო. რომ რა იქნება ძირითადი შედეგი ამ შეხვედრის, ბუნებრივი არავინ არ ელოდებოდა, რომ ერთი პირველი შეხვედრით რაიმე განსაკუთრებული ასე ვთქვათ, გარღვევა მოხდებოდა ან ასე შემდეგ. მაგრამ საინტერესო იყო ეს შეხვედრა. როგორც მათ შორის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მიზანი ამ შეხვედრისა იყო ორი პრეზიდენტის შეხვედრის დაორგანიზება, ხო? ანუ შეთანხმება იმაზე, როგორ როდის მოხდება, სად მოხდება და ასე შემდეგ, ხო? ამაზე საუბარი. საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა, როგორც ვიცი, ეს საუბარი ამ ორ მხარეს შორის და მოდით ახლა ესე შევხედოთ. შესაძლებელია თუ არა დღეს და ვართ თუ არა იმ პერიოდში სამყაროს განვითარების, დღევანდელი ურთიერთობების განვითარების, სადაც აი ესეთი ისტორიული პარალელი რო გავალ, დიდი გარდატეხა, დიდი გარღვევა მოხდეს. აი თუ არის დღეს მომზადებული, მომწიფებული თუ არის მოცემულობა, ამას იმიტომ ვკითხულობ, რომ იქ ცალკე ტრამპმა ახსენა, რომ ჯერ კიდე არჩევნებამდე რომ მესამე მსოფლიოსთან ახლოს ვართ. უამრავ საუბრობდე მთელი წლის განმავლობაში, შეიძლება ითქვას გასული წლის განმავლობაში ბირთვული კატასტროფის, ბირთვული ომის საფრთხეზე სხვადასხვა მხარე და ასე შემდეგ, ხო? და დიდი გარღვევა იმ ისტორიულ პერიოდში სწორედ აი ამან გამოიწვია. უკიდურესად დაძაბულმა ურთიერთობამ, რომელსაც შეუძლია გაანადგუროს კაცობრიობის მომავალი, რომელიც იწვევს აი ამ საბოლოოდ გადატვირთვას ურთიერთობების, ხო? ვართ დღეს თქვენი შეფასებით იმ ეტაპზე დაძაბულობისა, რომელიც მოითხოვს მხარეების მხრიდან ახალ გარღვევას, ახალ გადატეხვას სიტუაციის. ნუ პირველსა დიდი მადლობა მოწვევისთვის. მოდით ცოტა ინტრიგით რო დავიწყოთ, პირდაპირ პასუხით დავიწყებ, ვართ ამისთვის მზად. ნუ ეხლა ის რა ხონა თქვამია რომ ყველაფერი ახალი რაღაც კარგად დავიწყებული ძველია, რაღაც პარალელების გავლება შეიძლება მე მგონი ძალიან ბევრია საერთო იმასთან, რაც უკვე იყო უახლოეს ისტორიაში. დაახლოებით ასეთი სიტუაცია იყო და ალბათ ამაზე შეგვიძლია ვისაუბროთ. ეხლა ნუ ამ საერთაშორისო ურთიერთობების თეორიები მრავლად არსებობს, სახელმძღვანელოები, ასეთი თეორია, ესეთი თეორია. ნუ ხა ერთადერთი რელევანტური თეორია არის რეალიზმის თეორია, ხო და არჩენი არის, ნუ პროფესორების მოგონილი ყველაფერი, სტუდენტებს კი ასწავლიან ამას, მაგრამ იმისათვის რათა ახსნა თუ ესა თუ ის სახელმწიფო ასე რატომ იქცევა, რა არის მისი მთავარი мотиваცია,
ну აი ამ თეორიით უნდა იხემძღვანელო ალბათ და რა არის მისი სახელმწიფოებრივი ინტერესი, მისი მოთხოვნა, შინაგანი რატო იქცევა ასე. აი ამ ლოგიკას თუ გავყვებით, ბევრ რაღაცას დავინახავთ და იგივე ხა მე-20 საუკუნის დიდ ეპოქებს თუ გავიხსენებთ, რაღაც ასე ვთქვათ, აი ფონი რო შევქმნათ ამ ჩვენი საუბრისთვის. ეხლა თელი 20-იანი 30-იანი წლების განმავლობაში დასავლეთი სტალინს უძახდა სისხლიან მას რა ქვია დიქტატორს, ამერიკის შეერთებული შტატები იყო მთავარი ცენტრი შეიძლება სადაც თავი მოიყარა მაშინ აი ამ ანტიბოლშევიკურმა ასე ვთქვათ ძალამ, მათ შორის რევოლუციის შემდეგ გაქცეულმა, მაგრამ როცა კი ამერიკის შეერთებულ შტატებს დაჭირდათ უკვე საბჭოთა კავშირი გერმანიასთან საბრძოლველად, მაშინ ეს ყველაფერი შეიცვალა და რიტორიკაც კი შეიცვალა, ნახოთ თქვენ კარგად, სისხლიანი დიქტატორი უცბად გახდა ბიძია ჯო, Uncle Joe. მას შემდეგ რაც 51 წელს უკვე საბჭოთა კავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები შეთანხმდნენ, დაიწყო მათი სტრატეგიული კავშირი, მერე ხო სტრატეგიული მოკავშირეები იყვნენ ომის დროს, არა, იმიჯით შეიცვალა აბსოლუტურად და სტალინი იყო ბიძია ჯო, ეს უკვე რაღაც ეხლა დღეს რო იტყვია რასაყვარლობაა დაახლოებით, ხო, ნუ სტალინი ეხლა მერე ისონტერი გახდა. მერე ისევ გახდა პირსისხლიანი წითელი დიქტატორი. ნუ ეხლა რეალურად რო ვთქვათ, სტალინის საბჭოთა კავშირი არ იყო დღევანდელ რუსეთზე უკეთესი არანაირად, ხო? ამიტომ იმის საფუძველი რომ აი ამ რუსეთს არავინ არ დაელაპარაკება, არ არსებობდა იმ თავითვე, როგორც კი დადგა ამის აუცილებლობა, ხო ხედავთ ჩვენ უკვე ისეთი ნიაღვარი წამოვიდა ამ თვენახევრის განმავლობაში 20 იანვრიდან დაიწყო ეს ყველაფერი, როდესაც ტრამპის ინაუგურაცია უკვე მოხდა და რამდენი რამ შეიცვალა მსოფლიოში. აი ეხლა ცოტა პატარა ექსკურსიც მინდა გავაკეთო აი ამ ცივი ომის პერიოდიდან. ნუ საბჭოთა კავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები დიდი ბრიტანეთით ხო მოკავშირეები იყვნენ არა თითოეულ მეორე მსოფლიო ომის დროს ერთად დაამარცხეს ფაშისტური გერმანია, მაგრამ როგორც კი ომი დამთავრდა, სტალინს აღარ ჭირდებოდა უკვე ეს მოკავშირეები, სტალინს უკვე ჭირდებოდა ტრის ხატი იმისათვის, რათა სულ სხვა პოლიტიკა წარემართა უკვე, ამაზე ბევრს იმტრევდნენ თავს დასავლეთში თუ რა ხდება ეს საბჭოთა კავშირი მოსკოვი რატო იქცევა ასე, რატო შეგვაქცია ზურგი, მხედველობაში მაგ ორი ომის დამთავრების შემდეგ ყველაფერზე რაზეც შეთანხმდნენ 45 წელს იალტაში და შემდგომ პოცდამში საბჭოთა კავშირმა ეს ყველაფერი დაარღვია განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპასთან მიმართებაში, ხო? იქ არჩევნები უნდა ჩატარებულიყო, იქ რაღაც დემოკრატიული პროცესები უნდა წარმართულიყო, მაგრამ საბჭოთა ჯარი შევიდა იქ დაიკავა ეს ყველაფერი და მაშინ დიდ გაუგებრობაში იყვნენ ვაშინგტონშიც, ლონდონშიც, რა ხდება, რაღაცა ხო არ ვაწყენინეთ სტალინს. ნუ გამოჩნდნენ მაშინ სპეციალისტები, ვინც ხედავდა ამის მიზეზებს. ერთ-ერთი იყო ის ცნობილი ჯორჯ კენანი, არა, რომელმაც დიდი გრძელი ტელეგრამა გააგზავნა მოსკოვში. საელჩოში მუშაობდა ახალი დიპლომატი, სადაც მან ახსნა შინაგანი მექანიზმი იმისა თუ რატო იქცევა საბჭოთა კავშირი ეხლა ესე. მანამდე რატო იყო ჩვენი მეგობარი, რატო იყო Uncle Joe და რატო იქცევა ეხლა ესე რომ ყველა დანაპირები წყალი გადაასხა და არაფერს აღარ ასრულებს და მან აი სწორედ ეს დასკვნა გამოიტანა რომ მაშინ ჩვენ დასავლეთი ჭირდებოდა საბჭოთა კავშირს გერმანიის დასამარცხებლად, ეხლა დამარცხდა უკვე გერმანია, ეხლა ჩვენ მას აღარ ვჭირდებით, ეხლა ჩვენ ვჭირდებით მას როგორც მტრის ხატი. აი ამ მტრის ხატით შეინარჩუნებს ის თავის ხელისუფლებას და ასე ვთქვათ, ისტორიულად ასე იქცეოდა რუსეთი არა მხოლოდ ეხლა, არამედ ისტორიულადაც მას ეხლა ჩვენ უკვე მოკავშირეებად აღარ ვჭირდებით და მაშინ დაიწყო ცივი ომი, რამდენიმე წლის შემდეგ შეიქმნა ნატო 49 წელს არა, ამერიკის შეერთებული შტატები
ქოლგას ვქნის დასავლეთ ევროპის დასაცავად უსაფრთხოების ქოლგას. მაშინ იყო შემუშავებული მარშალის გეგმა, როდესაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გამოყო მილიარდობით დოლარი ევროპის დასავლეთ ევროპის ფეხზე დასაყენებლად და იწყება ძალიან დიდი 25 წლიანი ძალიან დიდი და ძალიან სახიფათო დაპირისპირება. ეს დაპირისპირება ესეთ რეგიონულ კონფლიქტებში ვლინდება, თქვათ 50-იან წლებში ჯერ კორეაში 50-53 წლებში დაპირისპირება, შემდეგ უნგრეთი, შემდეგ სუეცის არხი, ვიეტნამი, ალბათ ყველაზე უფრო დიდი გამოცდა ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. კარიბის კრიზისი, ყველაზე დიდი კარიბის კრიზისი. ეხლა აი ამ კრიზისებიდან რაღაც ეტაპზე ორივე მხარე, ორივე დაპირისპირებული ბანაკი, უპირველეს ყოვლისა წამყვანი ქვეყნები, ხო, ამერიკის შეერთებული შტატები და საბჭოთა კავშირი გამოდიან უკვე შესუსტებულები და აგიხსნით რა მაქვს ხედველობაში. ვიეტნამი ახსენეთ თქვენ, ვიეტნამი იყო წარმოუდგენელი გამოცდა ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. ეხლა 12-14 წელი მიმდინარეობდა ეს, 60,000-მდე ჯარისკაცი დაკარგა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. საქმე იქამდე მივიდა, რომ სამოქალაქო ომის საფრთხე შეიქმნა ამერიკის შეერთებულ შტატებში უკვე. მთელი მოსახლეობა, ეს სამშვიდობო მოძრაობა, მთელი კულტურა შეიქმნა ამ ომის წინააღმდეგ ამერიკის შეერთებულ შტატებში, მაგრამ არ იცოდნენ როგორ უნდა გამოსულიყვნენ ამ ომიდან. ეს, კენედის დროს ეს ძალიან ასე ვთქვათ, ამერიკის ჩართულობა ძალიან მცირე იყო ამ ომში, მაგრამ შემდეგ 9 მილიონიანი ჯარი ყავდა ამერიკის შეერთებულ შტატებს ვიეტნამში. აი ეს პრეზიდენტი ჯონსონი იყო, მაშინ არ იცოდნენ როგორ უნდა გამოსულიყვნენ ამ ომიდან. იმიტომ რომ ომიდან გამოსვლა ნიშნავდა იმას, რომ იქ დომინოს ეფექტით, ეს დომინოს ფილოსოფია წარმოიშვა, ეს დომინოს რო დააყენებ ესე ხელს რო კრავდა, ერთი მეორეს რომ მიყვებიან. თუ ამერიკის შეერთებული შტატები გამოვიდოდა ვიეტნამიდან, ეს იმას ნიშნავდა, რომ ვიეტნამიც დაეცემოდა, გაწითლდებოდა, გაკომუნისტებოდა, მერე ამას მიყვებოდა ლაოსი, კამბოჯა, ტაილანდი, მთელი სამხრეთ აღმოსავლეთ აზია და შეიძლება იაპონიაც მიყოლოდა რაღაც ეტაპზე. ამიტომ იქ ეგზისტენციალური მნიშვნელობა ქონდა ამერიკის შეერთებული შტატებისთვის რეგიონის შენარჩუნებას, ვიეტნამიდან ვერ გამოდიოდა. როგორც იქნა მოხერხდა მერე ვიეტნამიდან გამოსვლა 72 წელს ხელი მოეწერა პარიზში შეთანხმებას და აი ასეთი ძალიან დასუსტებული ამერიკის შეერთებული შტატები, მათ შორის საერთაშორისო პრესტიჟი ძალიან დაზარალებული, მზად არის იმისთვის, რომ უკვე გადახედოს თავის პოლიტიკას, აი ამ თავარ მოწინააღმდეგესთან მიმართებით, საბჭოთა კავშირთან მიმართებით. საბჭოთა კავშირშიც დაახლოებით იგივე ხდება. აი ეს რაც ჩამოთვალეთ ჩვენ ჯერ რევოლუცია უნგრეთში, ჯარის შეყვანა მოუწია საბჭოთა კავშირს. უნგრეთი პრაღა შემდეგ. მერე პრაღის გაზაფხული 68 წელს მოუწია ჯარის შეყვანა, ეს ძალიან სერიოზული დარტყმა მის საერთაშორისო იმიჯისთვის და უკვე ეკონომიკურად საბჭოთა კავშირი განესთის სირთულეებს. აი ამ ამბებმა ბზარი გააჩინა საერთაშორისო კომუნისტურ მოძრაობაში და მაშინ გაჩნდა ევროკომუნიზმი, ეგრეთ წოდებული, როდესაც საფრანგეთის კომპარტია, იტალიის კომპარტია, რაღაც ევროპული კომპარტიები ცოტა გაემიჯნენ საბჭოთა კავშირს და თავისი კომუნიზმი და თავისი რაღაც ფილოსოფიები შექმნეს. ესეც სერიოზული ასე ვთქვათ გზავილი იყო. დიახ. ჩინეთიც მაგ პერიოდში ხდება დამოუკიდებელი პროცესის წარმოება. ამიტომ ერთი მხარეც და მეორე მხარეც შესუსტებული შინაგანად აი ამ მოვლენების და გამო მიდის დასკვნამდე რომ რაღაცა გადასახედია, მაგრამ თავარი რაშია ხა, თავარი მომენტი მაინც რა არის. მიუხედავად იმისა, რომ შინაგანად ეკონომიკურად, იმიჯურად დაზიანებულები არიან, მოხდა სტრატეგიული პარიტეტის მიღწევა. საბჭოთა კავშირმა 60-იანი წლების ბოლოს ამერიკის შეერთებულ შტატებთან მიაღწია ბირთვული იარაღის სტრატეგიულ პარიტეტს.
იმდენივე ბირთვული იარაღი ქონდა საბჭოთა კავშირს უკვე რაც შეერთებულ შტატებს. ასე რომ უკვე იმ ეტაპზე მივიდა, როდესაც მოწინააღმდეგეს ვეღარ აჯობებ, იმაზე მეტი ბირთვული იარაღი ვეღარ გექნება, უპირატესობა ვერ გექნება. აი თქვენ ახსენეთ კუბის კრიზისი, ხო? 62 წლის ოქტომბერია რა. მაშინ ამერიკის შეერთებულ შტატებს ქონდა უპირატესობა დიდი. იმიტომ რომ ქონდათ კონტინენტთაშორისო რაკეტები, ესე იგი პირდაპირ ამერიკის შეერთებული შტატებიდან შეიძლება დაერტყა საბჭოთა კავშირის. საბჭოთა კავშირს ქონდა მარტო საშუალო რადიუსის ესეთი ბირთვული იარაღი და სწორედ ეს საშუალო რადიუსის რაკეტები შეიტანა კუბაში და ამით ეს სიტუაცია უნდა დაებალანსებინა. აი 60-იანი წლების ბოლოს ეს უკვე აღარ არის პარიტეტია. ასე რომ ეს ამხელა ხარჯები, ასეთი შინაგანი სირთულეები ყველაფერი ეს იხარშება მოსკოვში, იხარშება ვაშინგტონში და ფიქრობენ რა ვქნათ ახლა რაღაცის შეცვლა საჭირო და აქ ერთსაც და მეორესაც დაეხმარა ევროპა. მაშინ ევროპაში ძალიან დიდი პოლიტიკოსები იყვნენ. ეს არის ვილი ბრანტი გერმანიაში, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, მიტერანი მე ხავს უსვა რომ მაშინ დიდი პოლიტიკოსები იყვნენ ევროპაში. სამწუხაროდ ეს ახლა ესე არ არის. ერთი პერიოდი გაგრძელდა. ეს ერთი პერიოდი. გაგრძელდა დიდი პოლიტიკო კოლი, თეჩერი და ესეთი სულ ფიგურები. ფიგურები 70-იანი წლების ბოლოს. ასე რომ აი ეს განსაკუთრებით აი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა სთავაზობს ერთის მხრივ თავის პარტნიორებს, ამერიკის შეერთებულ შტატებს, მეორე მხრივ საბჭოთა კავშირს, ახალ პოლიტიკას, ну მაშინ ახალი აღმოსავლური პოლიტიკა დაარქვა ვილი ბრანდტმა, მაგრამ ეს ნიშნავდა იმას, რომ რაღაც საერთო ენის გამონახვა საჭიროა სავაჭრო ურთიერთობების ჩამოყალიბება, თანამშრომლობა იმ სფეროებში, რაც ორივე მხარისათვის მომგებიანია. და მაშინ დაიწყო სხვათაშორის აი ამ გასადენებზე მუშაობა და საბჭოთა კავშირიდან გაზი და ასე ვთქვათ ნავთობენერგეტიკული აი ეს დიდი პროექტები მაშინ იწყებს განხორციელებას. საინტერესოა რომ სხვათაშორის აი ერიადში შეთანხმების ერიადში შეხვედრის ერთ-ერთ ყველაზე ისეთ მნიშვნელოვან ასე ვთქვათ შედეგად როგორც ერთმა ისე მეორე მხარემ ხაზი გაუსვა იმას რომ შეთანხმდნენ არქტიკაში თანამშრომლობას. არა, დაიწყეს, ნუ შეთანხმდნენ რომ ამ თემაზე უნდა იმუშაონ. ანუ არქტიკის რესურსების მოპოვებაზე ნუ შესთავაზეს. შესთავაზეს, მაგრამ ისინიც დათანხმდნენ, არ მესი არ იყო რომ რაღაც არ გვინდა ეგ არ გვაინტერესებს, ხო? ანუ ისევ ეს მომენტი რა ქვია მაგას ერთმანეთთან ვაჭრობის ურთიერთობის დამყარება არის ერთ-ერთი წამყვანი და მეც მare კითხავ და ჩაგიკითხები რომ დღევანდელი ვითარება ესე პირდაპირ გაგონებით იმიტომ რომ იქ თქვენ ამბობთ რომ ორივე დასუსტა და აქ ამერიკა ეკონომიკურად დასუსტა აი ამ სიტუაციაში ახლა ჩემი აზრით აი რაში გავგავიხარდება თუ გაძლიერდა ძალიან მნიშვნელოვანი რა მათ საბჭოთა კავშირი და აყენა ძალიან სერიოზული არჩევანის სირაში უნდა წასულიყო აი ამ ახალ პოლიტიკაზე თუ არა საბოლოოდ ამ ახალ პოლიტიკას მაშინ დაერქვა განმუხტვის პოლიტიკა გახსოვთ არა ფრანგული სიტყვა მოუნახეს მაშინ ინგლისურში détente რუსულად разрядка ქვიოდა ამას დიდი განმუხტვის პოლიტიკა მაშინ საბჭოთა კავშირს კიდევ იმან უბიძგა ეს გამოგვადგება აი დღესაც ახლა ეს მომენტი რასაც ახლა ვიტყვით რომ ვაშინგტონმა გამონახა საერთო ენა მაოძედუნის ჩინეთთან. მაშინ ნიქსონი ჩავიდა 72 წელს პეკინში, მოსკოვისთვის. მაშინ დაიწყო ჩინეთის ამოკაჩვა დაიწყო. ამოკაჩვა დაიწყო მაშინ ჯერ კისინჯერი მუშაობდა საიდუმლოდ, ჯერ 71 წელს კისინჯერი ჩავიდა პეკინში და მერე 72 წელს მე მახსოვს ეს საბჭოთა ტელევიზიამ ისეთი სახით გადმოცა მაშინ ეს ნიუსი რომ მოიფიქრე რაღაც უბედურება ხდება თუ ნიქსონი ჩასულა პეკინში. ნუ ეს ისე გუჩურად რო თქვა ესე იგი მანამდე ერთ-ერთზე იყო ჩხუბი მოსკოვი და ამერიკა და ახლა გამოდის რომ 1-2-ზე ეს რაღა გამოდის
ჩინეთი და ამერიკა და კომუნისტური და კაპიტალისტური კომუნისტური წინააღმდეგ. ეს უკვე მოსკოვს უბიძგებს იმისკენ, რომ რაღაცაა მოსაფიქრებელი, ესე იგი, მის წინააღმდეგ უკვე ორი გიგანტია, მოსკოვი, ისა პეკინი და ვაშინგტონი. მაშინ მათ ერთობლივ კომუნიკეც გააფორმეს, ეგრეთ წოდებული შანხაის კომუნიკე, ნიქსონის ვიზიტისას 72 წელს, სადაც მინიშნება იყო ძალიან მკაფიოდ, რომ ორივე მხარე გამოდის გეგემონიის წინააღმდეგ მსოფლიოში, ეს მინიშნება იყო საბჭოთა კავშირზე. ასე რომ, ყველაფერმა ამან ერთ მხარესაც და მეორე მხარესაც უბიძგა იქით რაღაცა გადასახედი და ამაში ევროპელები ეხმარებიან. გაცავდა და მაშინ ჩინეთი არის ძალიან ჩამორჩენილი, ხო? მაშინ ჩინეთია ძალიან ჩამორჩენილი, ჩინეთმა თავისი უბედური გაიარა კულტურული რევოლუცია, დიდი ნახტომი, მილიონები ემსხვერპლა, დღემდე კაცმარიცის ამდენი დაიღუპა. ზოგი ამბობს 60 მილიონი დაიღუპა. არავის არ დაუთვლია. მაგრამ მაინც ამხელა ქვეყანა, მოსახლეობით ყველაზე დიდი ქვეყანა, დიდი ჯარით, რა თქმა უნდა, ასე რომ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ეს პირდაპირ სტრატეგიული გარღვევა იყო, რომ ჩინეთი დაიყენა გვერდზე. ეხლა აი თქვენი თავარი კითხვა, დღევანდელ დღესთან თუ არის რაღაცა პარალელები. არის პარალელები. ესე იგი, ამ ჩინეთს რაც შეეხება, პარალელი ის არის, რომ გადატრიალდა ცოტა სურათი საბჭოთა კავშირის ადგილას დგას. საბჭოთა კავშირის ადგილას ახლა რუსეთია, რომელსაც ჩინეთი უდგას გვერდზე. ეს ჩინეთი აღარ არის უკვე. ეს ჩინეთი არის სუპერ განვითარებული სახელმწიფო ეკონომიურად. მეორე თუ პირველი, ესე იგი რაღაცა პარამეტრებით უკვე ამერიკის შეერთებულ შტატებს უსწრებს. მწყიდველთ უნარიანობით პირველ ადგილზეა. ასე რომ იმის მოლოდინი რაც იყო უკრაინაში ამ დიდი უბედურების დაწყებისნი, რომ რუსეთი ჩამოიშლება ეკონომიურად ძალიან სწრაფად სანქციებისგან გამო, ეს არ მოხდა. ამაში გარკვეული როლი ითამაშა რუსეთის ამ სტრატეგიულმა ძალიან მჭიდრო კავშირმა ჩინეთთან, მათ უპირველეს ყოვლისა ეკონომიურმა. ასე რომ ამ განმუხტვის წინა პერიოდი ამ თვალსაზრისით მეორდება, ოღონდ ამ შემთხვევაში ამერიკა ერთია და რუსეთს ჩინეთი უდგას უკან. ეხლა კიდე რა პარალელის გავლება შეიძლება? ეს სტრატეგიული და უკან დგომა ყოველთვის მეგობრობაა, საფრთხესაც მოიცავს. მოიცავს, რა თქმა უნდა და ამაზეც ბევრი, ასე ვთქვათ, არსებობს სხვადასხვა ხედვები, ვინ ვის იყენებს, ვინ ვისი მეგობარია და ეხლა ჩინეთი სუპერ პრაგმატული ქვეყანაა. ასე აწყობს თავის პოლიტიკას საუკუნეების განმავლობაში, ამ მათი დიდი გამოცდილება აქვს და პოლიტიკის დაგეგმარებას, 100 წლის შემდეგ, 200 წლის შემდეგ და ასე შემდეგ რა იქნება. მეორე პარალელის გავლება რაც შეიძლება, ალბათ ის გახლავთ, რომ რა თქმა უნდა, რუსეთი ამ ომმა ძალიან დაასუსტა ეკონომიურად, მაინც ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ ვერანაირი ასე ვთქვათ ძრავერ უქნეს რუსეთს, არა, ძალიან სერიოზული სირთულეებია. რუსეთის ეკონომიკაში ჯერ კიდე ამ ომის შედეგები რუსეთისთვის ჯერ კიდე არ დათვლილია და მომავალში უფრო დაიწყება. რა თქმა უნდა. იმიტომ რომ მაგალითად არის ისტორიკოსები, უკაცრავად რომ არის ისტორიკოსები, რომელიც ამბობს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა უკავშირდებოდა მიუხედავად წარმატებული დასრულებული მეორე მსოფლიო ომს, იმიტომ რომ იმხელა ზარალი ნახა ქვეყანამ ამ ომში. ადამიანური კაპიტალის თვალსაზრისით მატერიალური ეკონომიკური, რომ ამან საბოლოო ჯამში გამოიწვია სწორედ ეს დასუსტება მთელი ქვეყნის და გრძელვადიან პერიოდში მისი დაშლას. მე ხარ ვამბობ იმას, რომ ეს თანაზომადი შეიძლება იყოს აბსოლუტურად განსხვავებული მოცემულობა რუსეთის ტერიტორიაზე ომი არ მიდის, ან პატარა კურსკის ტერიტორიასთან და ასევე მსხვერპლიც თანაზომადი არ არის, რომელიც მეორე მსოფლიო ომში იყო, მაგრამ ჯერ კიდე არ ვიცით რა შედეგები შეიძლება, უბრალოდ ამის თქმა მინდა, რომ ჯერ კიდე არ ვიცით რა შედეგები შეიძლება იქონიოს ამ ომმა მომავალში რუსეთს. აბსოლუტურად გეთანხმებით. ფაქტია, რომ ფინანსურ საბანკო სისტემაში, ფინანსურ სისტემაში ძალიან რთული ვითარებაა. აღარაფერს ვამბობ მე რეპუტაციულ ზარალზე, უმძიმესი ზარალი განიცადა რუსეთმა ამ თვალსაზრისით. აქაც ასთა სხვაობა არსებობს, იცით, ზოგი ფიქრობს, რომ ასე ვთქვათ, ეს უკვე რუსეთს ნაკლებად აღელვებს, მაგრამ არ არის ესე. გარდა ამისა არის ელემენტარულად ადამიანური მსხვერპლი ძალიან დიდი, ახლა ვინ იცის, აღარ ამდენი დაიღუპა იქ.
ზუსტი ციფრი არ ხო, ეს ტრამპმა თქვა მნიშვნელოვანი ფრაზა, თქვენ არ იცითო, გუშინ თქვა, მე ვიციო. ის სურათებიც ვიცი, რომ თქვენ არ იცით და თქვენ არ იცით რაოდენობაო დაღუპულებისო და ეს არის ზო გაცილებით მეტი, ვიდრე თქვენ შეგიძლიათ წარმოედგინოთ ორივე მხრიდანო. ახლა ცხადია რომ მას ინფორმაცია აქვს. მაგრამ რა მინდა დაუბრუნდეს ზურაბ. კაი რამაზამოდით. აი რატომ დაიწყო? საფრთხე რა დაინახა ამერიკა? მე თქვენ ამოდით ჩინეთს და იმას ადარებთ და ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ მე ესეთი ჩაგაწოდებდით. რუსეთი სუსტდება ამ შეაგება, მაგრამ საფრთხე ამით ხوار შეიძლება და ლაპარაკობ რომ იძდება, იმიტომ რომ სუსტდება, ვის ხელში ვარდება ეს რუსეთი? აი ვის კალათაში აღმოჩნდებოდა დასუსტებული. საფრთხე ამ თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ის არის, რომ აი მოხდა ეს ასეთი ჭიდრო კავშირი, სტრატეგიული კავშირი, ალიანსი რუსეთსა და ჩინეთს შორის. ორი ბირთვული სახელმწიფო, ორი გაეროს უშიშროების საბჭოს წევრი სახელმწიფო, მთელი მენდელეევის ტაბულად. მთელი მენდელეევის ტაბულა, გეოგრაფიულად ყველაზე დიდი სახელმწიფო, მოსახლეობით მეორე ყველაზე დიდი სახელმწიფო და რაც თავარია, ამ სახელმწიფოების ირგვლივ იკრიბება რაღაც გარკვეული რაოდენობა სამხრეთის გლობალური სამხრეთისა. ინდოეთი, ეხლა ინდოეთი არ არის იმ დონეზე, როგორც ასე ვთქვათ, ჩინეთივით იყოს დაკავშირებული რუსეთთან, მაგრამ იქაც ისეთი ცვლილებები აი რა მას შემდეგ რაც ეს ხელისუფლებაა იქ თლიანი თანხwebdriver დასავლეთთან ფასეულობებში არ არის იქა. ყოველ შემთხვევაში ინდოეთი რუსეთთან ვაჭრობს, შეხვედრებია, ვიზიტებია და აშკარად არის, ასე ვთქვათ, რაღაც განსხვავებული პოზიცია, რაც დასავლეთ ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს აქამდე ქონდა. ეხლა ეს სამი სახელმწიფო განსაკუთრებით ჩინეთი, ინდოეთი და ის აი სამხრეთი, რა თქვენ თქვით, გლობალური სამხრეთი ერთად რო შეკრიბო, მსოფლიო მოსახლეობის ნახევარი თუ არა, ყოველ შემთხვევაში პრინციპში ეგრე ნახევარი. ანუ ეგრეთ წოდებული ბრიქსის ქვეყნები რო გააერთიანო, ნახევარი სოფლიოა კი. მოსახლეობა. ფაქტია, რომ აი ამ უკრაინის მოვლენებმა ეს ბრიქსის კონსოლიდაცია დააჩქარეს. ეხლა აი თუ პატარა პარალელს გავავლებთ კიდე აი იმ განმუხტვის 70-იან წინა განმუხტვის ეპოქასთან, ამერიკის შეერთებული შტატების დასუსტებული გამოდის ეხლა განსაკუთრებით აი ბაიდენის ადმინისტრაციის კატასტროფული მმართველობის შემდეგ. ეხლა უკრაინის მოვლენებმა და აი ამ 3 წლის ძალადობამ ევროპის შუაგულში გარკვეულწილად გადაფარა ის, რაც მოხდა 2021 წელს ავღანეთში. ამერიკის შეერთებული შტატების გამოსვლამ აქ მხედველობაში. ის იყო სრული კატასტროფა. 20 წელი გრძელდებოდა იქ და ახლობით 18 წელი გრძელდებოდა სამხედრო კამპანია. ტრილიონები დაიხარჯა ავღანეთში, მათ შორის ჩვენი ბიჭების თვალსაზრისით ვიეტნამზე უარესით, ფინანსური თვალსაზრისით და ხდება ის, რომ ერთ დღეს ამერიკის შეერთებული შტატები იქიდან გამოდის ისე, რომ შეიარაღებაც ვერ გამოაქვს იქიდან. ამის გამორბის ესე შეიძლება. ხო, აი გვახსოვს რა, კადრები თვითფრინავზე ჩამოკიდებული ხალხი ჯარის პერსონალი ძლივს გამოიყვანეს იქიდან. როგორც ვიეტნამში მოხდა ეს, აი 72 წელს ასწრებდნენ თვითფრინავს, ესე იგი ვერტფრენები ამერიკის საელჩოს სახურავზე ჯდებოდნენ და იქიდან მიყავდათ სასტრაფოდ ვიეტნამელებს ვიეტკონგებს რო არ დაეპატიმრებინათ საელჩოს თანამშრომლები. აი დაახლოებით ესეთი რამ მოხდა 2001 წელს. 21 წელს ხო ზაღლები, გაწვრთნილი ზაღლები, რაღაც სუპერ ზაღლები რო ყავდათ იქ სამხედრო, იმათ სამოყვანას კი ვერ შეძლეს, ყველაფერს რო დავიდავანებოთ. მილიარდობით თანამედროვე შეიარაღება დაუტოვეს თალიბანს. დღემდე გაუგებარია როგორ დაუტოვეს ვერტფრენების დაკოქვა როგორ მოახერხეს და როგორ წამოიყვანეს. ფაქტიურად თალიბანს დღესდღეობით აზიაში ყველაზე კარგი შეიარაღებაა. ხონდ უნდა ყავდეთ ძღოლი დაკოქვა უნდა შეეძლოს ვიღაცას გაკეთება უნდა შეეძლოს, თორე იქ დარჩა რაღაც აურაცხელი ქონება ამ სამხედრო. ხოდა აი ამას აი რისკენ აი ხოდა აი მის ვეკითხო
რატომ შეიძლებოდა მე ბევრი კითხვა მაკითხოს რატომ შეიძლებოდა ამერიკის და რა საფრთხე რისკენ მიდიოდა თქვა აი გაგრძელებულიყო ბაიდენის პოლიტიკა აი რუსეთთან როგორ შეიძლება ეს გაგრძელებულიყო ეს ომი აი რომელიც თითქოს აი ვეტყვი კი ძახიან უკრაინის გამარჯვება მაგრამ ახლა თქვა პირდაპირ არც ევროპა და არც ამერიკა იმდენი არახს არ აძლევდა რომ საგამარჯვებოდ ყოფილიყო გამარჯვებისთვის ყოფნოდა და ну აძლევდა რომ ესე ვთქვათ გულიც არ წასვლოდა. აი რა სადამდე მიდიოდა ეს პროცესი? ეხა ბირთვულ ომის მე ესე არ მჯერა რომ ბირთვულ ომზე მიდიოდა, მაგრამ მე რა შუაში ვარ. იცით რა? ბირთვული აი წყნარი ომი მიდიოდა და მიდიოდა, გრძელდებოდა. ხო ყოველდღიურად ხალხი იხოცებოდა, ეხლა ვინ როგორ დარდობდა და ეხა დიდმა პოლიტიკა კარგად იცით, ეხა დარდი ადამიანებზე და იმაზე არ იცის. აი რატომ რა საფრთხე შეიძლება და დაენახათ ამერიკა ტრამპის გუნდს? აი ერთს ვიტყვი კიდე ერთ ფაქტორს, რაც ამერიკას სერიოზულად უბიძგა აი ამ ნაბიჯის გადადგმისკენ, აი ამ ცვლილებებისკენ, ზოგადად აი ამ გლობალურ მიდგომებში, ну ისე უხეშად რო ვთქვათ, ევროპით გადაღლა. აი რასაც ჩვენ ხედავთ, რა ჩვენ ამ დღეებში დავინახეთ, აი ვიცე-პრეზიდენტის გამოსვლა მიუნხენში აი ეს რასაც ვისმენთ ვაშინგტონიდან ევროპელი ლიდერების მიმართ, ევროპული პოლიტიკის მიმართ. ნუ ეს აშკარად აჩვენებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არის ღრმად დარწმუნებული, რომ უნდა გადაიხედოს მისი პოლიტიკა უსაფრთხოების სფეროში ევროპასთან მიმართებით. აი დღეს ტრამპმა გააკეთა განცხადება, რომ ძალიან კარგია თუ ევროპელები მოახერხებენ იმას, რომ რაღაც სამშვიდობოები განთავსდნენ უკრაინაში, მაგრამ ჩვენ რა თქმა უნდა ჯარს არ გავაგზავნით. საერთოდ საუბარია იმაზე, რომ შეიძლება ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შეამციროს თავის სამხედრო კონტინგენტი, რაც დარჩა ევროპაში 90-იანი წლების შემდეგ. ანუ წმინდა ესეთი პრაგმატული, რეალიზმიდან გამომდინარე ხედვით ამერიკის შეერთებული შტატები თვლის, რომ ნუ ახლა ევროპელებმა თვითონ უნდა მიხედონ თავის საქმეს. სადამდე უნდა ვხარჯოთ მილიარდები ყოვლად, ასე ვთქვათ, უპერსპექტივო საქმეში. და თქვენ რა ბრძანეთ, რომ არის თუ არა და იყო თუ არა ბირთვული ომის საფრთხე, ერთი-ორჯერ თქვი კიდევაც, რომ პრინციპში კაცობრიობის ისტორიაში აი ხშირად ამბობენ ხოლმე, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ასეთი საშიში მომენტი არ ყოფილა. ჩემი აზრით, საერთოდ კაცობრიობის ისტორიაშიც არ ყოფილა ასეთი სახიფათო მომენტი, როგორც აი აქამდე იყო. აი კუბის კრიზისის დროს, არა? განსხვავებები დიდია ძალიან. ერთი რომ კუბის კრიზისი გაგრძელდა სულ 10-ოდე დღე, 2 კვირა და უცბად დაშოშმინდა სიტუაცია, ჩაიფარცხა სიტუაცია. მეორე კუბის კრიზისის დროს ევროპის შუაგულში ასეთი კატასტროფული ომი არ მიმდინარეობდა. შესაბამისად ინციდენტის რაღაც აი გაუთვალისწინებელი ფორს-მაჟორის საშიშროებაც მაშინ ასეთი არ იყო. მესამე ის გახდათ, რომ ამდენი ასეთი რაოდენობა ბირთვული იარაღის არ იყო მაშინ, სად იყო ამდენი იარაღი არა, რაღაც ასეული იქით და აქეთ ნაკლები. ეხლა არის 1000-ობით ბირთვული იარაღი ერთ მხარეს, მეორე მხარეს. კაცმა არ იცის ვისა აქ მეტი, რუსეთს თუ შეერთებულ შტატებს. და კონტინენტთაშორისი მიტანის საშუალებები. ახალი დამთავრებული იყო მეორე მსოფლიო ომი. კაცობრიობას ახსოვდა კარგად რა კატასტროფაა ომი. და რა თქმა უნდა პოლიტიკურ ლიდერებს, რომლებიც მაშინ ხელმძღვანელობდნენ ორივე მხარეს, კენედი სამხედრო კაცი იყო თვითონ ომში ნამყოფი, საბჭოთა ლიდერებიც სამხედროები ომში ნამყოფი. ბრეჟნევიც ის იყო. ბრეჟნევიც, ხრუშჩოვიც. ამიტომ დღევანდელ თაობებს ეს უკვე აღარ ახსოვთ. დღევანდელი თაობებისთვის ომი გასართობია TikTok-ებში და რაღაცაში. აი ეს სხვა და რაც თავარიად მოიშალა დღეს უკვე საერთაშორისო რეგულაციები აღარ არსებობს უკვე რაც ამას გააკონტროლებდა ყველაფერს. ასე რომ რაღაც აი შემთხვევითობის შანსი არის ძალიან დიდი. აი კუბის კრიზისის დროს იყო 1-2 შემთხვევა, რაც მე ფილმები გადაიღეს თურმე, რომელიღაც წყალქვეშა ნავს, საბჭოთა წყალქვეშა ნავს გაეთიშა
კომუნიკაცია მასთან დიდ მიწასთან და კინაღამარ დააჭირეს იქ იმას და კინაღამარ დღლიზეს დიდი ბოდიში ამერიკის შეერთებულ შტატებს თვითონ გემის კაპიტანმა გადაწყვიტა რომ ეს არ გაეკეთებიათ. წარმოგიდგენიათ რაზე იყო. მე ფილმი გადაიღეს ამაზე და ამოჩნდა რომ ნამდვილი ისტორია. ზურაბ რას გულისხმობ იცით აი და მიუხედავად ამის აბსოლუტურად რა ვთქვი აი ერთი წუთი თქვა ბაიდენის პოლიტიკა დავარქვათ ბედო ნუ ბაიდენი ნუ რაღაც სახელი ხონა დავარქვათ აი ომის გაგრძელების ევროპაში დღესაც უყურებთ რომ სიტყვიერად ნუ საქმითაც ალბათ ევროპა ამჟღავნებს სურვილს რომ ესე გამარჯვების ბოლომდე უნდა მივიდეს ეს ომი სატყობთან ამზადებს სიტყვიერად არის თუ ქცევით არის ხომ არ მეშლება დაახლოებით ეს ხდება ხო საფრანგეთიც გერმანიაც დანია თუ ესტონეთიც ახლა ესტონეთი განსაკუთრებით ბალტიის ქვეყნები ნუ ხა განსაკუთრებით ახლა ბალტიის ძალა ახლა ესე არ არის ხელწამოსაკრავი მაგრამ ნუ რაც თორე საფრანგეთი აი ესენი ამბობენ რომ ჩვენ რა ანომია უნდა შეწყდეს ომი მოგწონს ვარ მოგწონს რა პირობითაც რა მოცემულობაც არის ყველა ხვდებით აუ უნდა გაგრძელდეს ევროპა უჭერს ხალხს რომ უნდა გაგრძელდეს და რუსეთმა უნდა ეს ომი წააგოს და მე უნდა მოაწეროს ხელი აი რატო არ მოეწონა ეს ამერიკა რატო გადაუხვია აქედან ხო მიდიოდა თუ ყველაფერი ესე ვთქვათ გავყვეთ რუსეთი და დამარცხებულიყო აი დამარცხდა რუსეთი რა მოხდებოდა მე აი დამარცხების სიტუაცია დამარცხებული რუსეთი როგორ აგაიცნო აი პატარა მაშინა შეიძლება რაღაცა შეესეს გამოგვადგეს 21 წლის ზაფხულში ერთმანეთს შეხვდნენ ჟენევაში ახალი პრეზიდენტი ბაიდენი და პუტინი 2021 ხო 2021 ომი დაწყებული ჯერ არ არის უკრაინაში თებერვალში დაიწყება რა 6 თვით ადრე ეს ის პერიოდია როდესაც უკრაინის საზღვარზე ხდება უკვე რუსეთის ჯარის დიდი კონცენტრაცია კი ბატონო ეს დაიწყო გაზაფხულზე 2021 წლის ნელ-ნელა მიმდინარეობდა მანამდე აღმოსავლეთ უკრაინაში იყო ბრძოლები, უბედურება, მსხვერპლი და ასე შემდეგ, მაგრამ სერიოზული მზადება უკვე სამხედრო თვალსაზრისით რუსეთმა დაიწყო 21 წლის გაზაფხულზე. ამის შემდეგ ერთმანეთს ხვდებიან პუტინი და ბაიდენი, ჩატარდება 3 საათიანი შეხვედრა. სულ ახლახანს გამოქვეყნდა ამერიკის შეერთებული შტატების მოსკოვში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩის მემუარები, რომელიც ამ შეხვედრას ესწრებოდა, ამ სამით. სადაც ის წერს, რომ ამ შეხვედრაზე უკრაინის თემა საერთოდ არ განხილულა. ეხლა წარმოიდგინეთ, ამერიკის დაზვერვას აქვს ინფორმაცია, რომ აი ასეთი მობილიზაციაა ჯარის, ასეთი კონცენტრაცია და ფაქტობრივად ეს საკითხი იქ არ განხილულა წელს ელჩი. მერე პრესკონფერენციას, როდესაც ჩატარდა იქაც არ დასმულა კითხვები ამასთან დაკავშირებით, იქაც არ ყოფილა მსჯელობა. ეხლა ეს აჩენს კითხვებს, ესე იგი, ვის ინტერესში იყო ეს სიტუაცია, რომ გაღრმავებული იყო, აი უამრავი რაღაც კონსპირაციული თეორიები შეგიძლია შექმნა ამაზე, მე თვითონ არ მიყავს ეს კონსპირაციული თეორიები, მაგრამ აი წარმოუდგენელი ფაქტია. ასეთი რაღაცა მზადდება და ამაზე საუბარი არ არის. ეხლა კიდევ საერთოდ კითხვა აი რუსეთის როგორ აი ეს ვიდეო და კამპანიაში იყო რუსეთის დამარცხება ნუ მაშინ ერთად იყო ამერიკა და ევროპა ხო მათი მიზანი და თუ ეს იყო რას ვეუბნება რატო არ იყო აი ხა მეორე სოფლიო ომი კარგად გაიხსენე ხო ჩვენ მაყურებელთა ჩვენობით ვარ ჩვენ და ახლა წამწდება ხოლმე და მეორე სოფლიო ომის დროს ნამდვილად იყო ის დახმარება, რაც კი გამარჯვებისთვის შედებოდა. იყო თვლით არ იყო. არა აქვს მნიშვნელობა ლენდლიზი სესხი იყო, არ იყო სესხი, აბა წამოვიდა მურმანსკიდან, დასავლეთიდან ბოლომდე გაიღეს და აქ ჩანდა, რომ ნამდვილად უნდათ გერმანიის დამარცხება. ინგლისსაც და ამერიკასაც. ხო ესეა? აქ რატომ არ იყო მაშინ ეს ბოლომდე? აი ეგ ბოლომდე რომ ყველაფერი ჩადებულიყო უკრაინაში, მithomდეს უკრაინის არმიამ, რომელმაც ნუ ამ არმია მართლა დიდი ბრძოლის უნარიანობა გამოამჟღავნა მართლაც რატომაც ჩერდებოდა უიარაღობა იყო ახლა პირდაპირ თქვა ერთ-ერთი ძირი ფაქტორი რაოდენობით და გმირობით მან გაუსწორა რომ იტყვიან აი ესე ვთქვა რაც აყდა იარაღი აყდა რატო არ დაიჭაიდო იცით რა ახლა ჩვენ ძალიან შეგვაჩვია მედია მათ შორის დასავლეთის მედიამ
იმაზე საუბარს თუ რამდენი 1000 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა ყოველდღიურად, რაღაც ოპერაციის შემდეგ დაიღუპა 2000, დაიღუპა 5000, დაიღუპა ამდენი და ამდენი, მაგრამ ძალიან იშვიათად რომ მოისმინო იქით ამხარეს რამდენი დაიღუპა. კი, მაგრამ აი იარაღის თემას ვამბობ, აი. იარაღის თემას თვითრინავი ახლა ეგერ მიცეს და თვლით არის რამოდენიმე 3 წლის მერე მიცეს ფაქტიურად. ტანკი რაღაც ახლა ლაპარაკობდით, რაღაცა ლაპარაკია 16 ტანკი და ეგერ ახლა ბოლოს ახლა ზელენსკის უკვე ეთყობა რაღაცა მოაწვა თვითონ აი საკუთრებით ადმინისტრაცია რო შეიცვალა და თვითონ იმან გააკეთა განცხადება, რომ ამდენის საერთოდ თან არ მიგვიღია. ხო და რატო აი ბას იარაღიც ამდენი არ მიგვიღია. თუ ეს გამარჯვება იყო მიზანი. ეს ბადებს კითხვებს, იცით? აი იმაზე დავასრულოთ, რამდენი იღუპება და რამდენი დაიღუპა უკრაინაში? ამის შესახებ, ვიცით, ჩვენ ზუსტად ამაზე ნაკლებად ვსაუბრობთ. იქით ამ მხარეს ვითვლიან, აქეთ ამ მხარეს არ ვითვლიან. ეხლა ფაქტია, რომ აქვს ძალიან სერიოზული პრობლემა მობილიზაციის და არის იქ უკვე ჯარში უკრაინაში სერიოზული პრობლემები, ამას არავინ აღარ მალავს. იარაღის მიწოდებას რაც შეეხება, ხო უამრავი რაღაც იწერება, ზღვა მასალაა. ვერც კი ვასწრებ მე ყველაფრის ამის კითხვას. ნამდვილად ძლელია ხა თქვენ კითხვაზე პასუხის გაცემა. თუ რატო არ აძლევდნენ აქამდე იმ შეიარაღებას, ან და რატო აძლევდნენ ისეთ ეტაპობრივად, რომ იმას უკვე ეფექტი აღარ ქონდა რაღაც ეტაპზე, ის უკვე კარგავდა ზურაბ რისკოვინდა იცით არის თუ არა რეალურად დაინტერესებული თელი აი ეს კოლექტიური დასავლეთი რუსეთის სტრატეგიულ მარცხში აი ამაზე მე პასუხი არ ამაქვს. ხო და რატო აი თქვენ ახსენეთ მეორე სოფლიო ომი და სხვათა შორის ჩვენ ახალგაზრდობაში იმალებოდა ესე შეიძლება ვთქვათ იმ პროცენტი იმ მოცულობა იმ დახმარებისა რომელიც შემოვიდა მათ შორის ამერიკიდან საბჭოთა კავშირში. ვერ სპეკულაციებს კი არ ვიწყებ ვინ უფრო მეტი იყო რა იყო სხვათა შორის ვამბობ მთელი ზარალის აღარ მახსოვს რა პროცენტი მთელი ზარალი რაც დაждდა ეს ომი და ქალაქების დანგრევით და იმით იყო რომ აი ეს პროცენტი აღარ მახსოვს 7 თუ 8% შეიძლება 10 იყო ეს არის ამერიკისო და შეიძლება მოგეჩვენოთ რომ ცოტაო მაგრამ ამას შედისო დანგრეული კევი და რაღაცა და აქ კიდე შედისო კვერცხის ფხდვილი ტანკი თვითრინავი ვილის იმიტომ რომ სტუდებეკერები ის კატუშები იყო დამაგრებული იმაზე და ეს იყო უზარმაზარი რაოდენობა აწყობილი თვითრინავები და ეს იყო 1000-ობით მოდიოდა სხვა შეიძლება ის კოჟედუბები და ისინი ეგრე გავიზარდეთ რომ ამერიკულ თვითრინავებზე დაფრინავდნენ და არავინ არ თვლიდა ამას და ეხლა ჩვენ მაგალითად უსმენდი ეხლა არც იყო მიღებული და ეხლა პირველად ვცვამ უსმენდი რაღაც გაცხადებებს ხან მაკრონი გამოა ხანის გამო და ლაპარაკი აი ჩვენ აუცილებლად გადავცემთ თვითრინავებს აი 12 თვითრინავს გადავცემთ და რაღაც ვფიქრობ 12000 თვითრინავი ყავს ამ იმას რა ქვია და თქვენ გეხსოვებათ საბჭოთა კავშირმა ტანკები შეამცირა ერთხელ საბჭოთა კავშირის შენ ახალგაზრდა ხარ და შეიძლება გაგზურდეს გავახსენებ და დადეს რომ ამდენი 1000 ტანკი უნდა ყავდეს და ხა რას იზამდნენ საბჭოთა კავშირის რუსები ახლა მაგის ოსტატები იყვნენ და ციმბირში უკვე 18000 ტანკი გადამალული იქ რაღაცაზე იყო ლაპარაკი და 18000 ტანკი წარმოიდგენია უპოვეს ციმბირში რამდენი გაანადგურა ეს თვლით ხარ და აი რა ეს არის მე მგონი ერთ-ერთი კითხვა და აი ამერიკას აქ არ მიყვა და მე რაღაც არ მოეწონა და თქოს ახლა ცulis ეს კითხვა რომელიც უნდა გავიდეს დრო და ეს პასუხი არის კითხვებზე რომელზეც აი მე არ მაქვს პასუხი მე მგონი არა ეს კითხვა მან ერთი მომენტიც არის ანუ ჩვენ შეიძლება ყურადღებას არ ვაქცევთ მართლა ქონდათ თუ არა რესურსი რომ ეს ამ ომში იმდენი მიეცათ რომ იმას გაემარჯვა იმიტომ რომ არ უნდა დაგვაუწყდეს რომ ბრიტანეთის არმია ეს არის 80000 ადამიანი სულ მე შეიარაღებას ვამბობ არა შეიარაღება 80000 ადამიანის რაც გასას გამოიყენებს იმდენი ეს რატო ეცე კითხვა ნახე ვკითხულობდი იმას კაცმარეთის მართალი ტყვალი რომ კორეა უფრო მეტ საწარმოებს შილეთ კორეას გულისხმობი არ აქვს ვედრობა ამ დროს არის უზარმაზარი სამხედრო პოტენციალი სამრეწველო პოტენციალი არის ევროპაში უზარმაზარი და თუ ომია მსვიდე რატო არის მეორე სოფლიო ომი ზურაბ თქვა და სრულიად სწორად ამერიკა რო ეგონათ რომ მანამდე არ იყო ომისთვისაც რო გადააწყო უცებ ამერიკასაც არ ქონდა და ეს ეგონათ იაპონიასაც ეს ეგონა რომ ეხლა მაგასი პირხარბოზე ჩავძირა რამდენიმე გენსო და ჰიტლერსაც არ ქონდა ამის იმედი ქონდა რო ამუშავა წამოვიდა კონვეირი და აბა დაიწყო და გადართეს და ბოინგმა დაიწყო და ტანკების წარმოება მაგაში ევროპა თუ ეომებოდა დასამარცხებლად რუსეთს დამარცხება არის
იმის დონეზე ხა 16 თვითმფრინავს მოქცევ და დანია გახალთ კითხულობთ ხოლმე ჩვენ ახლა ნუ დღეს ცოტა ღიავთ დანიამ გადასცა თვითმფრინავები ხა დანიამ რო თვითმფრინავები გადასცა შემოევლოს დანიასაც და ჰამლეტსაც ჩვენი თავი მაგრამ ეს ნიშნავს რომ ხა რაღაცნაირად არასერიოზული ქმედება დანიის იმედად დაწყებული ომი ტყუილად არ ამბობს ტრამპი რომ უნდა გაზარდონ საკუთარი თავდაცვის ხარჯები რატო იმიტომ რომ ნატოში მაგალითად მეორე დიდი ქვეყანა ამერიკის შემდეგ მეორე დიდი ქვეყანა თურქეთია და არა რომელიმე ევროპული ქვეყანა ანუ ნატოს წევრი ქვეყნებიდან მეორე სიძლიერით სიდიდით შეიარაღებით დიდი ქვეყანა არის თურქეთი. გიორგი სხვა კითხვა. არა რომელიმე სხვა ხო? გიორგი სხვა კითხვა მაქვს. ნახე მოცემულობაა რომ ევროპა ამბობს. მე მგონია რომ არ შეეძლოთ და იმიტომ. მე ილიკოს და ილარიონის არ იყოს. ევროპა უკრაინას ეუბნება რომ მიდი და მე მოყვები ბოლომდე. ეს ერთი მოცემულობაა. ეხლაც ეუბნება, აი გუშინ წინაც ამას ეუბნება, ხო სწორია? მიდი და მე ბოლომდე მოყვები და ეუბნება რომ ტრამპი არ არის სწორი. აი მე მოყვები ბოლომდე. და ბოლომდე შენი არის ცოცხალი ძალა და შენი იარაღი თუ ეს არის ახლა მაგდენი თულა კი იციან ახლა ევროპაში ხო და ჩვენზე უკეთესად თვლიან აი ეს რაღაცნაირად არის რაღაცა ისეთი ხდება ამაში რაც ჩვენ უბრალოდ არ ვიცი რომ მე ხვდები და ვერც პასუხს ვერ მცემს ვერავინ აი მე აი გავიმეორებ რომ სამწუხაროდ მე არ მაქვს პასუხი კითხვაზე თუ რას ნიშნავს აი ეს განცხადებები რაც კეთდებოდა დასაწყისში, რაც ჩვენ გვესმოდა, ეს მოგონილი ხო არ არის, რომ თავარი ამოცანა იყო რუსეთის სტრატეგიული დამარცხება. ხო და აი ეს რას ნიშნავს რუსეთის სტრატეგიული დამარცხება? რამდენად იყო, ასე ვთქვათ, ეს გააზრებული კარგად, რა რესურსები იყო ამისათვის საჭირო და ამ კითხვასთან არის დაკავშირებული მეორე კითხვაც, რომელზეც ასევე არ მაქვს მე პასუხი. თუ რას ნიშნავს უკრაინის გამარჯვება? აი ამის უკან რას დგავს? რას გულისხმობს ეს უკრაინის გამარჯვება? რაღაც ტერიტორიის დაბრუნებას, ყირიმის დაბრუნებას, მოსკოვის აღებას, იქით კურსკის შენარჩუნებას, ოლქის. აი ეს კითხვები ბევრისათვის პასუხისგაუცემელია. არა მხოლოდ აქ ეთყობა ვაშინგტონში იმ ხალხისთვის, რომლებიც ხელისუფლებაში მოვიდნენ და რომლებმაც აი ეხლა გადაწყვიტეს, რომ რაღაცა პასუხი უნდა გაეცეს ამ თავარ კითხვებს. ამერიკის შეერთებული შტატები სად მიდის? ანაგრძელებს ამ ომს რუსეთის სტრატეგიულ დამარცხებამდე, რასაც შეიძლება სანამ იქამდე მიხვალ, მოყვეს უკრაინის მთლიანად განადგურება, იმიტომ რომ იქ სიტუაცია არის ძალიან მძიმე, ფრონტზე ძალიან რთული ვითარებაა სამხედრო თვალსაზრისით. თუ უნდა ვიფიქროთ რაღაც გადატვირთვაზე და რაღაც აი ამ განუხტვაზე, რითაც დავიწყეთ. სხვადასხვაშორის ახლა რაც ბატონო ზურაბ თქვა და ჩვენ ვთქვით. აი რას ნიშნავს სტრატეგია? აი ამდენი ხანი მიმდინარეობს ომი. გასაგებია ახლა ჩვენ კი არის ეს დამოუკიდებელი და ნარდარი პრესა, მაგრამ ნუ ეს პითუბეტეს ეს ლიდერები ხვდებიან და ამობენ იმას და იმ ჟურნალისტებს, რომლებიც იმას ეკითხებიან, რაც უნდა და ესენც იმას პასუხობენ. მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენი ექსპერტები რო ლაპარაკობენ, იცოცხლე კარგად ლაპარაკობენ და არ დავასახელებ ზოგიერთს, მაგრამ არავინ არ დაუსვა შეკითხვა, რომ რა იყო ეს სტრატეგიული დამარცხება. მაგალითად 53-ში რადგან ლაპარაკობთ, ხო, თეირანში 53-ში არ იყო. უკვე 53-ში ესე იგი უკვე საზღვრავდა რომელი მსოფლიო როგორი იქნებოდა, რა იქნებოდა სტრატეგიული გამარჯვება, რა იქნებოდა რამის კვადრატ კილომეტრის დონეზე საზღვრავდა როგორი იქნებოდა და ასე შემდეგ. ღიად კონიაკს ვამდნენ, სიგარეტს ეწეოდნენ და ამას ლაპარაკობდნენ. ეხლა აი ამდენი ხანი რომ ლაპარაკობთ, არა, ეს არის რომ არა ღიად კითხვა არ დასრულა, აი რა იქნება ეს ამბავი. და ეს როგორ უნდა მოხდეს მარტო უკრაინის ხარჯზე. აი თანდათან წავალთ საქართველოს, აი უკრაინის ხარჯზე როგორ უნდა მოხდეს, ანდა რას ნიშნავს მაგალითად რომ ევროპა მზად არის საომრად, მე მართლა პატივისცემით ვამბობ, იმიტომ რომ რაღაცა ხდება, როცა ბალტიისპირეთი არის ესეთი საომრად, ესე ვთქვათ, შემართული, მათ შორის ესე ვთქვათ, ესტონეთი და ჩვენ ავღანეთში მაგალითად მე სპეციალურად დახედა სულ მონაწილეობს მე მგონი სამივედან 15-20 ჯარისკაცი და თუ არ გაზარდეს ბოლოს ესტონეთს გონი ორივე ის ყავდა თვითმფრინავი საერთოდ და დანარჩენი ქვეყნები პერიოდულად აკეთებენ გაცხადებას, აი საფრანგეთი გახსოვთ, აი ეს ხო შემთხვევით არ შეიძლება კეთდებოდეს, ჩვენ ესე ვიცოდით, ხო თქვენ ის პრეზიდენტები რო იყვნენ დიდები, რომ შემთხვევით ყველა სიტყვაში თქვენი პროფესია დიპლომატი რაღაცას კითხულობდით. აი მაკრონმა განაცხადა ჩვენ დავაყენებთ ჯარს. მე ამათმა დასინეს რუსებმა აი ბისტრო გაიხსენე რაღაცა, მე აღარ დავაყენებ ჯარს, მე ინგლისმა თქვა ეხლა დავაყენებ ჯარს. აი რა ომი იყო ესა თუ ჯერ კიდე არის.
აი ეს ამაზე კითხვები არ აქვს. მიმდინარეობს, ეთქობა ეს რაღაც ძალიან მძიმე პროცესი იქნება, 1-2 შეხვედრით რაღაც შედეგის მიღწევა სერიოზული გარღვევა მოხდება თუ არა, არ მოხდება მე მიჭირს ამის თქმა, თუმცა რაც გუშინ ვიხილეთ, ეს უკვე ძალიან სერიოზული განაცხადია. ეხლა რა არის ისიც, ეხლა რაც თქვენ თქვით, ძალიან სერიოზული დეფორმაცია მოხდა ზოგადად აი საერთაშორისო პოლიტიკაში და ევროპულ პოლიტიკაშიც. აი რაც თქვენ თქვით ეხლა ხო მაგალითები იმისა, ჯარ შევიყვანთ უკრაინაში, საფრანგეთი აცხადებს ამას აკეთებს განცხადებას, მეორე დღეს არ ჩვენ ამას არ გულისხმობდით. ნუ ეხლა აი 70-იანი წლები ვახსენეთ ჩვენ და აქეთ გავარვარებული კომუნიზმი იყო, ასეთი დიდი დაპირისპირება იყო ძალიან კრიტიკული მომენტები, მაგრამ დიპლომატია თავის როლს ასრულებდა და ყოველი განცხადება ერთი ან მეორე მხრიდან გაკეთებული 10,000 ჯერ იზომებოდა, ყოველი წერტილი, ყოველი მძიმე და ყოველი განცხადება საფუძველი იყო რაღაცა დასკვნების გამოსატანად და რაღაცა ასე ვთქვათ, ან სასიკეთოდ და საუარესოდ შემდგომ ნაბიჯების გადასადგმელად. ეხლა ეს მოიშალა რაღაცნაირად, შეიძლება გააკეთო ერთ დღეს განცხადება. ანუ უპასუხისმგებლოდ საუბრობენ? თუ რაღაც სხვა მიზეზია. არ ვიცი ეს რაღაც აი ამ მე თავარ კითხვას ვამზადებ და მეტი აღარ შეგაწუხებ. ერთოთი, მე ზურაბ მაგ ერთი თავარი კითხვა, რაც მაინტერესებს მისი გამოცდილებიდან გამომდინარე ხა. ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი დიპლომატია საქართველოში, თუ ყველაზე არა და დიდივით. აი ხა თავარ კითხვას და ბარემ დაგისვამთ ხა რატო. ძალიან რო გინდოდეს წესით თორმე ცოტა ვიცი, საფრანგეთის პრეზიდენტი რო ხარ და გინა გერმანიის და გინა ინგლისის წესით ვერ უნდა გაძლევდეს გარემო, თუნდაც უპასუხისმგებლო განცხადებების გაკეთებას, ხო? თუნდაც რაღაც პატარა იმის დირექტორიც რო ხარ, ხა საქართველოშიც კი რაღაცა ვერ უნდა თქვა ისე და მიუხედავად ამისა ეგეთება და ხა თავარი კითხვა მაქვს მე თქვენთვის და ამას დაუტრიალდები და არ შეგაცხადოთ. ერთი თვეა თქვენ ბრძანეთ, მოვიდა ტრამპი. თვე არ არის ხო გასული? დღეს არის გონი ხო თვე? დღეს ხო დღეს რა რიცხვია? 19. ნუ ერთი თვეა. და უცებ ჩვენ უყურებთ და ეს ორი კვირა დაიწყო და უცებ რო წავიდა რუსეთთან ლაპარაკი კი რაღაც რეფორმები და რეფორმებია თუ რაღაცა უცებ ყოველ დღე რაღაც ახალი ხდება. მათ შორის რუსეთთან. ამოდენა წარმოიდგინე 3 წელი ომია, მოკლე კითხვა მაქვს ელონში და უცებ ესეთი სრაფად მიდის, უცებ ჩადიან დალაგებულები, გუშინ 4 საათნახევარი ისაუბრეს, სხვადასხვა უსმენი მენიუც კი გამოიტანეს და ამას მნიშვნელობა აქვს, აი მე ერთად ვისადილეთო მე ეს ამას მოგვიყვაო, აი რა გებრიელი საჭმელი იყო, ხა ტყილა მოშიებული არც ერთ მხრიდან არ იყო, ამას არ საუბრობენ, მე ტრამპმა შეაფასა ეს ძალიან მაგარი რამე იყო, მანამდე შეგახსენებთ დიპლომატიისთვის შეიძლება ვცდები და გითხო, მან თქვა რომ რუსეთიო კიდე ძლიერი ქვეყანაო, მანო ჰიტლერი და ნაპოლეონი დაამარცხა, კაი ჰიტლერი აქეთ იყო და ნაპოლეონის მერე რუსეთი კიდეც დამარცხდა ბევრჯერ. მე ესე წავიკითხე რომ ვიღაცებს შეახსენა, რომ ებან არ დაგავიწყდეთო. ესე წავიკითხები შეიძლება შევწვდი. მაინც და მაინც ეს ორი რო გაიხსენა თორე. ხო შეიძლება თქვა ყირიმის ომი წააგო რუსეთმა ძალიან წარეთო, ხო? ან ესეთი. და ეს ხო არ შეიძლება ეგეთი მე რა ვიცი არაფერი რასაც ვკითხულობ ეს შტაბეჭდება რომ ეს ცოტა დიდი რაღაცა წრეებს დიდი ხნით ადრე აქვს დაწყებული ერთმანეთში ეს ლაპარაკი და ეს გეგმა რაღაცა დიდი ხნით ადრე ხო არ არის ეს შეიძლება ეს ორ კვირაში ესეთი ამბები მოხდარიყო ესე უცებ მხედველობაში გავთ ორ მხარეს მე ხარ მინდა შეთქმულების თეორია თუმცა ყველაფერი ვიძახი ამ შეთქმულებაში და შეითქვა მთელი სოფლიო და ეს ხო არ არის რომ მოკლედ რაღაცა ფაზაში კაპიტალი დავარქვათ ამას, ის დავარქვათ, ას დავარქვათ, აი ამისთვის იყო რაღაცნაირად ზათა ომის გაგრძელებისთვის და წინა შეკითხვა რატო გავა? იმიტომაც იყო, რომ ეს ომი არ მიდიოდა სრულფასოვნად. ეს იყო მე მაგალითად ვიცი შევთავაზებულას, იმიტაცია იყო დიდი ომისა რუსეთის დამარცხებისკენ. და აი ეხლა გადავიდა მეორე ფაზაში. როგორც მანამდე მიდიოდა, ის ეხლა გადავიდა მეორე ფაზაში, ხა როგორ დავაწყნაროთ და როგორ დავამყაროთ დიდი მშვიდობა. ხო, ბევრი ის არის, ეხლა აი აქაც თელი თეორიები აი ორ კვირაში ელოდებოდით ამას ესე უცებ წესით მოხდარი, ხო? ეხლა პრინციპში განცხადებებს აკეთებდა ტრამპი, ორ კვირაში კი არა, ერთ დღეში დავამთავრებო ის ზახთა საერთოდ პირველივე დღეს დავასრულე. ეხლა ამან ცოტა ახსენა არქტიკა, უცებ აღმოჩნდა რომ პირველივე დღეს შეხვდნენ, მე მეტყობდი და უცებ დღეს არქტიკაშიო, გემებიო, იქო ნავთობი, უცებ ჩავიდნენ, ესე იგი თურმე
ისა აქვს, კაცო, გუშინ მოსკოვი უნდა აღეღო და დღეს არქტიკაში ნავთებს ერთად ეს არის გაუცებული. არა, მეტი ძალიან საინტერესო იყო ის ელემენტი, როდესაც ტრამპი ამბობდა, რომ აი ეს ბუნებრივ წიაღისეულზე უკრაინის რომ მოქცესო და ბოლოს მათი საუბრის, პუტინის და ტრამპის საუბრის შემდეგ გაჩნდა ინფორმაცია, რომ ამაზე პუტინთან შეთანხმდნენ. ანუ არა ზელენსკისთან რას მისცემს ზელენსკი უკრაინა რას დათმობს რა ბუნებრივ წიაღისეულს დათმობს არამედ პუტინთან შეთანხმდნენ თითქოს იმაზე აი ეს ისეთი ყურე რა ხდება ინფორმაცია მაგრამ აიც დიახ იცით რა ომი არის შესანიშნავი პერიოდი ექსპერტებისთვის არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ვინ საერთაშორისო თემებზე ვინც მუშაობს სხვადასხვა თეორიების შესაქმნელად და ნუ იწერება ზღვა მასალა ეს ყველაფერი ფინანსდება, ფული კეთდება, ექსპერტებიც ნუ გარკვეულწილად კმაყოფილი არიან. ეხლა შეიქმნა უამრავი რაღაცა მასალა დაიდო, რომელსაც კითხულობდა თითქოს აი წუნს ვერ უპოვიდა, ნუ დაიჯერებ რომ ეს ასეა ნამდვილად. ნუ ასეთი რაღაცა სკოლა ჩამოყალიბდა ეხლა რაღაცა ამ 3 წლის განმავლობაში შეფასების რომ დასავლეთი რეალურად სტრატეგიულ მარცხში არ არის დაინტერესებული, არამედ რუსეთის მაქსიმალურად შესუსტებაში. იმიტომ რომ რუსეთის ჩამოქცევას რა შედეგები შეიძლება მოყვეს, ამის წარმოდგენა არის ურთულესი. ეხლა მე მახსოვს ევროპის შუაგულში დაიშალა იუგოსლავია. ეხლა იუგოსლავია რუსეთთან შედარებით არის პატარა მცირე ქვეყანა. ну კარგი ჯარი ყავდა იმას, მაგრამ ევროპის ბალკანეთის მასშტაბებით რამდენიმე რა კატასტროფა გამოიწვია ამან ევროპის შუაგულში თითქმის 10 წელი ცდილობდა ევროპა, ნატო მათ შორის ევროკავშირი აი ამ ევროპაში რა ქვია იუგოსლავიაში კონფლიქტის მოგვარებას, ხო? იუგოსლავიას არც ბირთვული არაღი არ ქონდა, არც არანაირი ამბიციები არ ქონდა, მაგრამ იქამდე მივიდა რომ სანამ არ დაბომბეს ბელგრადი, სანამ არ ჩაერთო ამაში ნატო, იქ ეს ყველაფერი ვერ შეაჩერეს. ახლა ძნელი წარმოსადგენია თავისი მასშტაბურობით, იმდენად გრანდიოზული რაღაც იქნება, აი თითქმის კოსმიური რაღაცა მასშტაბების რუსეთის სტრატეგიული დამარცხება და ჩამოქცევა. რა შეიძლება ამას მოყვეს, აი ბირთვული ანუ ეომები ქვეყანას და არ გინდა სტრატეგიაში მოგება, ესეთი ეჭვება, ხო? ესეც გაუცემელი პასუხია, იცით, მათ შორის შემდგომი. რას ნიშნავს ბირთვული ქვეყნის ომში დამარცხება? როგორ უნდა დამარცხდეს ბირთვული სახელმწიფო არაბირთვულ სახელმწიფოსთან სამხედრო დაპირისპირებაში? აი, როგორ უნდა დამარცხდეს რუსეთი უკრაინასთან დაპირისპირებაში? აი, სამხედრო თვალსაზრისით ეს რამდენად არის ეს ყველაფერი კარგად ახსნილი, მე ეს ვერ ვნახე. ბირთვული არ არის საბოლოო ჯამში ქვეყანას იმისთვის აქვს, რომ თუ ყოფნა არ ყოფნის საკითხი დადგება, ну რაღაც ეტაპზე ის იმას გამოიყენებს, აბა ისთვის უნდა ეს იარაღი უარ ამწნილებს, არა. ასე რომ, აი ეს არის აბსოლუტურად პასუხგაუცემელი. ხო, აი ესეთი კითხვები. აი მაგალითად ომი კიდევ უყურებ ევროპა, რასაც აცხადებს, გაცხადებებს, პირდაპირ ვთქვათ, ჯერ კიდე ყინჩათ არის, მზად არის საუბრად. ну ჯერ კიდე გუშინ მზად იყო. გუშინ წინ იყო, ხო ეს კაი კაცი რომ გამოვიდა და კაი კაცი რომ გამოვიდა და ფრონტი აი ახლა არ უნდა დავთმოთო და შემართებულად. მაგრამ მაკრონის გავიხსენოთ. არა, დავამთავრე, მაკრონი კი არა, ჯერ არ დავიწყო და გუშინ წინ ჯერ კიდე გამოვიდა, თქვა რომ ევროპა უნდა ბოლომდე უნდა მიიტანოს ეგ საკითხიო. ესეთი პირგვალი კაცი იყო, ძალიან საინტერესო და საქართველოს არ უნდა დავთმოთო, მან უნდა გავატაროთ ფრონტის ხაზი. აი სულ რაღაცად არის, იქ კი არა რომ მოდი ახლა ხმალი ავიღო და ვეკვეთოთო. აი აქ ახლა საქართველოსდან გავაკეთოთო. თითქოს აი არ წყდებიან საომარ თემას. ოღონდ ომი, როგორია, იცი, ომი უნდათ, მაგრამ არ უნდათ თან. იცი რა, მან დაი მაგაზე პასუხად. აბა მე მაკრონთან ვირუდი შევკითხო. მაკრონის არა, მაკრონმა განცხადება გააკეთა და იქიდან გამომდინარე ვამბობ. ესე იგი პირველი რომ აი იმ შეკრებაზე, რომელიც საგანგებო შეკრება იყო ევროპელების აი მაკრონმა რომ მოიწვია პარიზში იტალიის პრემიერმა რომელიც დამეც არ ხო ვინც საინტერესო იყო რომ ბალტიისპირეთის ქვეყნების წარმომადგენელი არც ერთი არ ესწრებოდა ამ შეხვედრას არ დაასწრეს პირდაპირ არ დაასწრეს შეიძლება ასე ითქვას კი ბატონო ანუ ყველაზე მეტად ვინც ხმაურობს ისინი არ ესწრებოდნენ ამ შეხვედრას ეს ერთი მეორე ევროპის წარმომადგენლად ამერიკაში გაუშვეს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ანუ ქვეყნის რომელიც ევროკავშირიდან გავიდა შენ წადი და შენ ელაპარაკე და იმ
კონკრეტულ ამ ადამიანს რამდენად კარგი ურთიერთობა აქვს ტრამპთან, მე მგონი ეს განცხადებები უკვე გაკეთებულია. ანუ რა შეიძლება ჩამოიტანოს იმან ევროპისთვის ტრამპთან საუბრით, ხო? ეს და მესამე საკითხი, სამხედროების შეყვანასთან დაკავშირებით მაკრონმა გააკეთა ამაზე განცხადება, რომ სამხედროების შეყვანა ომის დასრულების შემდეგაც კი არ განვიხილავთ ჩვენ სამხედროების შეყვანასო. ეგ ვიტყვა. მაკრონმა თქვა. მაკრონი ხო. ხო, ნუ ეხლა სხვა ვის უნდა თქვა ახლა იმ შეხვედრის შემდეგ სხვა ვის დავეყრდნოთ, არ ვიცი. მაგრამ თქვა სამხედროების შეყვანას არ ჩვენო განვიხილეთო ყარი გარანტიები უსაფრთხოებისო, ომის დამყარების შემდეგ, ომის დასრულების შემდეგ. ანუ ჩვენი სამხედროების იქ შეყვანა არ განგვიხილიაო. ის კი არ თქვა რომ არ შევიყვანთ ან შევიყვანთ. არა, არ განგვიხილიაო, უბრალოდ განვიხილეთ მხოლოდ ყარი გარანტიები უკრაინისთვისო ომის დასრულების შემდეგ. დიახ, ერთი ასეთი პარალელი კიდე თუ შეიძლება აი განმოხტვის ეპოქასთან 70-იან წლებთან 75 წელს 1975 წელს ჰელსინკში ჩატარდა ეუთოს სამიტი რამაც ფაქტიურად დააკანონა აი ის ვითარება რაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ 1975 წელს ხო ეს ცნობილი ჰელსინკი და მე რა დაიწყო ადამიანის უფლებები და დიახ. აი ამ ფაქტიურად მოახდინა ამან ლეგალიზაცია, შექმნა დააკანონა უსაფრთხოების, ევროპული უსაფრთხოების სისტემა. უხეშად რო ვთქვათ, რომ საზღვრები უცვლელია. მაშინ დაიწყო შეიარაღების კონტროლზე ძალიან სერიოზული მუშაობა და ორივე მხარე მაშინ შეთანხმდა აი უსაფრთხოების სისტემაში ევროპული ასე ვთქვათ უსაფრთხოების სისტემის მოდელზე, რამაც შემდგომ იმუშავა აი საბჭოთა კავშირის დაშლამდე 90 წლამდე აი ეს ეუთოს სამიტი იყო საფუძველი იმისა, რასაც აი ევროპის უსაფრთხოების სისტემა ქვიოდა მაშინ. ეხლა ეს მოშლილია, რა თქმა უნდა, მას შემდეგ ეს მოიშალა 90-იან წლებში მერე მოხდა საერთოდ ისეთი ცვლილებები, რომ საერთაშორისო სრულიად თვისებრივად ახალი საერთაშორისო ვითარება შეიქმნა, საბჭოთა კავშირი დაიშალა და ასე შემდეგ. ნუ მე ეხლა ბევრი ფიქრობს, რომ ალბათ რაღაც ეტაპზე ამ თვალსაზრისითაც შეიძლება გაჩნდეს რაღაცა პარალელი და დღის წესრიგში დადგეს საკითხი იმის თაობაზე, თუ ნუ აი როგორი უნდა იყოს ახლა ევროპის უსაფრთხოების სისტემა, როგორ უნდა ხო ვინ არის ეს ევროპაში სახელმწიფოებმა მას შემდეგ რაც ეს ომი დამთავრდება და საბოლოო ჯამში უფრო დიდ რაღაცებზე უნდა შეთანხმდნენ. ეხლა რუსეთისთვის უკრაინა არ არის მარტო მთავარი ამოცანა, უფრო დიდი ამოცანა აქვს რუსეთს, მას შემდეგ რაც მისი აზრით ის იქ თავისას გაიტანს, აი სწორედ ევროპის უსაფრთხოების სისტემა რანაირი უნდა იყოს, რომ ის მისი ამაში მონაწილეობა. ამაში მისი რა თქმა უნდა მისი მონაწილეობით, რათა მისი ინტერესები იყოს მაქსიმალურად გათვალისწინებული უფრო დიდ ფართო მასშტაბ კონტექსტში, ვიდრე მხოლოდ ეს უკრაინის შემთხვევაა, ხო? აი ამაზე იქნება მე ვფიქრობ თავარი გაწევ-გამოწევა. ეს არის ნატოს თემა, რაც რუსეთისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. ნატოს გაფართოების საკითხი, ეს ალბათ იქნება იქ ცენტრალური თემა. რომ თუ კი დაიწყება ამ თემაზე რაღაც ეტაპზე საუბარი და როგორც ჩანს, უკვე ამ თემაზე უკვე თქონდა საუბარი გუშინ, ყოველ შემთხვევაში ის თემები რაც ჩამოთვალეს, ამის ვარაუდს უკვე იძლევა. თქვენ გლავრობა თქვა, რომ ჩვენ მარტო კი არ მოგვისმინეს რუსული თარგმანი, არამედ შეისმინეს კიდეცო და გაგება, ანუ გავიგეთ ერთმანეთი. გავიგეთო, შევისმინეთ კიდეცო და კიდევ ერთ აი უსაფრთხოებაზე ვსაუბრობ, რატო არის კითხვები? ალბათ არ ვიცი ხა თუ თურქეთი არის ერთ-ერთი მთავარი ძალა. ნუ თუ ნატო არსებობს და ის იმედად სამხედრო ძალას თუ წარმოადგენს, რაღაც საკითხებში ამერიკა ემიჯნება, პირდაპირ ხედავდა ეუნება, რომ ბიჭებო, პირდაპირ ეს ეუნება, მე ბიჭებოს სიტყვებით არ ვამბობ, შემთხვევით არ ვამბობ, რომ აშკარად დამცირების ელემენტები ნუ ჯეიდი ვენსის გამოსვლა იქ. ხო, გამოჩნდა, ხო, დამცირების ელემენტები გინდა პიროვნულად, გინდა ისე ვთქვათ,
მოი რაღაც ესე ეუნება რა, პატარა თავის ადგილას აყენოს და ეხლა თურქეთი აგერ არის გუშინ ესე ვთქვათ რუსული სიტყვით რომ ის გოიყო ხო პუტინი აგერ სადაც ჩავა და ვარჩევდით რომ სომხეთში ჩავა და დაიჭერეთ თუ არა და რომელ ქვეყანაში დაიჭერენ და დღეს სტაცაობა აგერ ერდოღანი გამოვიდა და ყველაზე კარგი ქვეყანაო ჩვენთან უნდა შეხვდესო ხო ამ დროს ევროპა ხო ებრძვის რუსეთს ეს თავარი ძალა თურქეთია თურქეთი ამობს ჩვენთან შეხვედრა იქ ნუ მოკლედ როიტყვიან ამბებია და ამ დროს ტრამპმა გუშინ დაადასტურა რომ თვის ბოლომდე შეხვდებია ხო არ შეიძლება იგი თქვა ბატონო ერთი თემა თქვენ უკვე ახსენეთ და ეს თემაც მინდა რომ ესე შემოვიტანოთ რაღაც დაიწყეთ მაგაზე საუბარი და აი ეს პრინციპული საკითხი ასე ვთქვათ ანუ ინტერესების გათვალისწინება ხო ამაზე ეს ახსენა სწორედ იქ ლავრომა იმ შეფასებაში ამ შეხვედრის შეფასებაში რომ შევთანხმდით იმაზე რომ ინტერესებს გავითვალისწინებთ ერთმანეთის მე მოვისმინე მისი პრესკონფერენცია ერთმანეთის ინტერესებს გავითვალისწინებთ და იქ სადაც ინტერესები ერთმანეთს დაუპირისპირდება მოვახდენთ მათ რაღაცა ასე ვთქვათ არა რადიკალიზაციას და დაპირისპირებას არამედ ვეცდებით კორექტირებას, დაახლოებას და ასე შემდეგ, ხო? ან დაახლოებით ესეთი სიტყვა ზუსტად არ მახსოვს რა სიტყვა გამოიყენა, მაგრამ და შინაარსი ეს იყო, ხო? რამდენად შეიძლება ერთ-ერთი მთავარი საკითხი, ორივე მხრიდან სხვათა შორის, რუსეთმა დააყენა ეს პირობად, ცხადია, რომ კონფლიქტის გამომწვევი მიზეზები თუ არ აღმოფხვალით, მაშინ კონფლიქტის დარეგულირებას აზრი არ აქვს, ცეცხლის შეწყვეტაზე თითქოს თანახმა არ არის რუსეთი ამ წუთას, რომ ცეცხლი შეწყდეს, არამედ კონფლიქტი გადაიჭრას. მათი პირობა თითქოს ასეთია. და მეორე მხრიდან ტრამპმა განაცხადა ეს საჯაროდ, რომ ნატოს გაფართოება იყო გამომწვევი მიზეზი ამ კონფლიქტის. და ჩინეთის განცხადებაც უნდა გავითვალისწინოთ პირველივე დღიდან ომის დაწყებიდან, აი სხვათა შორის ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიუნხენის კონფერენციაზე კიდევ ერთხელ გაიხსენა, რომ მეორე დღეს 25 თებერვალს დავდეთო ჩვენ 4 პუნქტიანი მოგვარების ესე ვთქვათ შეთავაზება, სადაც სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა ეს ყველაფერი ახსენები იყო, მაგრამ ერთ-ერთი იყო ლეგიტიმური, უსაფრთხოების ლეგიტიმური წუხილების ან კონსერნის გათვალისწინება, ესეც არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. ანუ ნატოს გაფართოების საკითხი ჩინეთისთვის ეს რუსეთის მხრიდან ლეგიტიმური ის არის, რა ქვია, წუხილი, რომელიც უნდა იყოს გათვალისწინებული. აი კონფიგურაციაში, რითიც დავიწყეთ საუბარი ჩვენს გადაცემის პოდკასტის დასაწყისში, რამდენად არიან მხარეები დღეს მზად იმისთვის, რომ აი ეს ფუნდამენტური, ასე ვთქვათ, ხო, ან წუხილები ეს ეგზისტენციალური ინტერესები ერთმანეთისა გაითვალისწინონ და მართლა ეს გახდეს ურთიერთობის საფუძველი და არა ის, რომ კარგი, ხა აქ ცოტა ხანი ომი გვეყოფა, ისევ დაუბრუნდეთ ვაჭრობას, რაღაც არქტიკაში თანამშრომლობა, რაღაც ასე შემდეგ. არა, ფუნდამენტური საკითხების გადააზრება. აი, თქვენ ერთ-ერთ გადაცემაში ახსენეთ ეს ისა რა ქვია მაგას, ვენის შეთანხმება, ხო? მე-18 საუკუნის დასაწყისში, რომელმაც 100 წელს გასტანა, ხო? ანუ საბოლოო ჯამში რეალ პოლიტიკა ვითვალისწინებთ ერთმანეთს, იმიტომ რომ ვიცით, რომ ხარ პატარა ქვეყნების ინტერესები არ გვაინტერესებს, მაგრამ ერთმანეთისას ვითვალისწინებთ, ხო? ხო, ეს თუ მოხდება აი სწორედ ამ გზით, როდესაც დიდი ქვეყნები, დიდი მოთამაშეები შეთანხმდებიან თამაშის წესებზე, როგორც ეს იყო, აი როგორც თქვით ახლა მე-19 საუკუნეში, ეს ვენის კონგრესი, ევროპის კონცერტი, როდესაც თავარი ქვეყნები მართავდნენ ფაქტობრივად ევროპას, ну, სხვა ქვეყნების ინტერესებს ისინი არც ითვალისწინებდნენ და რუსეთს საერთოდ ჟანდარმის როლი ჰქონდა, თუ სანმე დიდი რევოლუცია მოხდებოდა იქით, აი რუსეთო შენ კარგად გეხერხება მაგის შენ მიგვიხედე, აი დაახლოებით ამარი. ნუ ხა დღესდღეობით ამის წარმოქმნა რთულია უკვე ასეთ ვითარებაში, სოფლიო შეიცვალა რაღაცას ვთქვათ, სხვა ფასეულობებს. ხო, ცხადია, აი რეალ პოლიტიკის დაბრუნებიდან გამომდინარე ვამბობ. რეალ პოლიტიკის ელემენტები ჩანს უკვე. გამოჩნდა აშკარად, აი ეს იდეოლოგიზირებული საგარეო პოლიტიკა, რაც აქამდე ვაშინგტონიდან, ასე ვთქვათ, მოდიოდა, თითქოს რაღაც მისი გადახედვა ხდება, მისი რევიზია ხდება აშკარად. ну ეს შეუიარაღებელი თვალით ჩანს. ეხლა აი ნატოს თემა ძალიან მნიშვნელოვანია. იქ არის ყველაზე დიდი წინააღმდეგობა დასავლეთსა და
რუსეთს შორის აქამდე ესე იყო ყოველ შემთხვევაში ვერანაირად ვერ მოხერხდა მაშინ პოზიციების შეჯერება. რუსეთი თვლიდა მას შემდეგ რაც დაიწყო ნატოს გაფართოება, რომ ეს ხდება რუსეთის წინააღმდეგ. აი მაშინ 90-იან წლებში მუშაობდი ბრიუსელში ევროკავშირთან და ნატოსთან მისი ხელმძღვანელი ვიყავი და მე მახსოვს კარგად, იქ ვიკრიბებოდით, იქ რუსები ესწრებოდნენ ამას ყველაფერს და რანაირი დიდი წინააღმდეგობა მოდიოდა რუსეთიდან აი პირველი ტალღის გაფართოების ელცინის მმართველობის დროსაც კი. ელცინის მმართველობის დროს. თუმცა მაშინ რუსეთს არაფერს აკეთება არ შეეძლო გარდა ხმამაღალი განცხადებებით. ამის შემდეგ კიდე ორი ტალღა იყო გაფართოების და ეს უფრო და უფრო ამწვავებდა რუსეთის მხრიდან რეაქციას. რუსეთის ლოგიკა ესეთი იყო, რომ ჩვენ ხომ დაგვპირდით, როდესაც იშლებოდა საბჭოთა კავშირი, როდესაც ჩვენ დავიწყეთ დიდი მოლაპარაკება გარბაჩოვის პერიოდში და გერმანიის გაერთიანება თქვენ არ გაფართოვდა. გერმანიის გაერთიანების დროს, რომ ნატო არ გაფართოვდებოდა. სიტყვიერად თუ თანამამდე საბჭოხრად არ გავაფორმებთ. დიახ, რატო მოგვატყუეთ, გადაგვაგდეთ, მოგვატყუეთ და ჩვენ ახლა იძულებული ვართ, რომ რაღაც ასე ვთქვათ, ვიფიქროთ უკვე კონკრეტულ მოქმედებებზე. ამაზე პასუხი არის პრინციპში. შეთანხმებები, სიტყვიერი შეთანხმებები იყო ნამდვილად. ჩანაწერებიც არის საუბრებისა, მათ შორის ამერიკელებთანაც, ევროპელებთანაც გარბაჩოვის დროს, ანუ საბჭოთა პერიოდში. იმის თაობაზე, რომ ნატოს გაფართოება არ მოხდებოდა. მაგრამ არის ორი ძალიან სერიოზული მაგრამ. ერთია, რომ არანაირი დოკუმენტი არ არსებობს, ხელმოწერილი დოკუმენტი არ არსებობს და მე დღემდე ვერ ვიჯერებ, ესე იგი ესეთი რაღაცა როგორ მოვიდა საბჭოთა და რუსულ დიპლომატიას, რომ არაფერი არ გააფორმეს. ეხლა ეს იმდენად გამოცდილი და იმდენად სერიოზული სკოლაა რუსული დიპლომატიის, რომ ყველაფერზე ხელის მოწერა და შეცვლიდა ხა პრინციპულად ეს დოკუმენტი რამეს? არა, ისე კაცობრიობაში არგუმენტი ექნებოდა. ერთია სიტყვიერი. არგუმენტი არის ძალა ყოველთვის. რა თქმა უნდა, ერთია სიტყვიერი რაღაცა და რაღაც ჩანაწერი, მეორე და მეორე არგუმენტი, რაც ასევე რუსეთის წინააღმდეგ არის, რომ ის შეთანხმება დასავლეთისა იყო საბჭოთა კავშირთან. კი ბატონო, და არა რუსეთთან. რუსეთთან ასეთ შეთანხმება ეს სხვა ქვეყანაა. გარდა ამისა, დასავლეთის არგუმენტები იმის თაობაზე, რომ ნებისმიერ სუვერენულ ქვეყანას აქვს უფლება, რომ თავისი და სურვილის მიხედვით, თავისი მოთხოვნილების, ინტერესის მიხედვით გაწევრიანდეს ამა თუ იმ საერთაშორისო ორგანიზაციაში, ეს ასე ვთქვათ, აბსოლუტურად ლეგიტიმური ამბავია. ამაზე რუსეთს აქვს თავისი პასუხი და სამწუხაროდ 2008 წელი, როდესაც ბუხარესტში იქნა მიღებული აი ცნობილი გადაწყვეტილება საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანების თაობაზე, სამომავლოდ რუსეთმა გამოიყენა შემდგომ მიზეზად, ერთ-ერთ საბაბად 2008 წლის აგვისტოში საქართველოში ომის დასაწყებად, ყოველ შემთხვევაში გეოპოლიტიკური საფუძველი ამისა ის იყო, ბევრი სხვა მიზეზიც იყო, აღარ ჩამოთვლით და აი იგივე განმეორდა მერე 22 წლის 24 თებერვალს, როდესაც რუსეთი აი წინა პერიოდში სულ ნატოს თემაზე საუბრობდა და დღემდე ეს არის ასე ვთქვათ ერთ-ერთი მთავარი მისი არგუმენტი. ქცევის ასე ვთქვათ საფუძველი, აი რასაც ჯორჯ კენანი ვახსენეთ ჩვენ, მისი სტატიის სათაური სწორედ ესეთი იყო საბჭოთა ქცევის წყაროები. აი რუსეთის ქცევის საერთაშორისო პოლიტიკური ქცევის. ახლა არ მახსენდება მისი გვარი, მაგრამ ისიც ელჩი იყო რუსეთში. აი შემდეგ FBI-ის ხელმძღვანელი რო იყო, რა ქვია, მოკლედ 2008 წელს ვინც დაწერა ის წერილი, ასევე ცნობილი წერილი. დიახ, დირექტორი იყო ისა, რომელმაც დაწერა აი ეს ცნობილი წერილი სახელმწიფო დეპარტამენტში გაგზავნილი No means no. Нет is нет. არა რუსულად არ. ეს ინგლისურად დაწერა. არა ნიშნავს არა. ანუ სადაც იგი ასაბუთებდა იმას, რომ რუსული არა, რუსული нет ამ შემთხვევაში ნატოს გაფართოებასთან დაკავშირებით
მართლაც სერიოზულ რისკებს შეიცავს თუ ჩვენ მას არ გავითვალისწინებთ. ეს ეხლა გამოქვეყნდა, აი 1-2-3 წლის წინ გამოქვეყნდა, ეს საიდუმლო მიმოწერა, ეხლა მომაგონდება იმის გვარი. აი ეს თემკეთ დაგვისერჩა. თემა, აი ძალიან აქტუალურია და ალბათ ერთ-ერთი ცენტრალური თემა იქნება. აი შემდგომი მოლაპარაკებების პროცესში. რაღაც კითხვა გინდა. კითხვა მაქვს მე ზურაბ მნიშვნელოვანი და თან ბოლოსკენ მივდივართ, ხო? ესეთი უსტაურობა გჭირს ჩვენ ამ პოდკასტში, რომ ბოლოსკენ და შუაში ხო მაინც საქართველოსთან მიმართებაში მაინტერესებს ხოლმე რა ხდება. ჯერ კიდევ ფორმალურად 20 დღის წინ და პრაქტიკულად 2 თვის წინ გასაგები იყო სოფლიოში რაც ხდებოდა. გასაგები ხალხია ბჭყალებში რამდენი კითხვა და პასუხგაუცემელი, მაგრამ მაინც ვიცოდით რომ კოლექტიური დასავლეთი ეხმარება უკრაინას რომ გიორგი ასე როგორ გავაგრძელოთ საუბარი ხო ხმაში შედიგდოთ გვერდზე საუბრები აქეთ ხო და კოლექტიური დასავლეთი ამერიკის გვერდშედგომით თუ ხელმძღვანელობით ეუება რუსეთს და ამოცანა იყო რომ რუსეთი სტრატეგიულად დამარცხდება ამას უყურებდით განცხადებებში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ უკრაინის ხელით თუ დახმარება და საქართველოს აქ არ დავიწყებ ახლა იმ პრეტენზიების მიმართ საქართველოს იყო რომ საქართველოს მიმართ იყო პრეტენზიები რომ საქართველოს ამაში არ არის ბოლომდე ჩართული არ მონაწილეობს იქ იყო ძიმე განცხადებების და ხას არ არის ჩემი მიზანი ამ კითხვასთან დაკავშირებით გომძეც იყო ლაპარაკი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ არჩი და პოლიტიკა მაგრამ მაინც უფრო გარკვეული ორი პოზიცია იყო და საქართველოს აქ ცდილობდა მაქსიმალურად თავის გადარჩენას ამ რო იტყვიან ამ დიდ დაპირისპირებაში ხო და დღეს თითქოს უკვე იკვეთება ესეთი ვითარება რომ ესე მარტივი აღარ არის ორი მხარე აი თქვენ დიპლომატიურ ძადებით დასაწყისში თქვი რომ მე მაგალითად ასეთი გუჩინ რო ერთი თვის წინ დაპირისპირებული იყავი და აბა ვარჩევდით ის თვითმფრინავი იქნება თუ ეს რაკეტა და იქ მასოლინე და გუშინ დასხდნენ და ერთად ისადილეს. მე მგონი ეს რაღაცა ჟესტიც არის ხო? ეს დიპლომატიაში ეს არისო ის ხო არ მგონი ახლა კაპიტულაციაში გერმანიაში რომ მოაწერეს ხელმერი დამჯდარი იყვნენ და საჭმელი ეჭამათ. რადგან დაჯდნენ და შეჭამეს ეს ალბათ ესე იყო ხო? რაღაცა კიდე ნიშნავს რომ ჩვენ მოკლედ ასე და ასე ხო ყოველთვის ეს ყველა სუფრაზე დაждობა რომ არ ეგონოს ადამიანის ეს ყოველთვის რიტუალია ყველა კულტურაში. ეს და ვისთან ერთად ჭამდა, როგორ ჭამდა, რატო ჭამ, ეს ცალკე ამბავი. უცებ ამას უყურებთ, რომ ამერიკა და რუსეთი ბრუნდებიან მეტიც. ეს რა ნახა შემოთვალებო, ესე იგი ამერიკა ამბობს, რომ მე რუსეთთან უნდა ვილაპარაკო და ერთად ჭამდა არქტიკაზე უნდა ვილაპარაკო და ევროპელებს ეუბნება, რომ თქვენ გარეთ დამეცადეთ და როცა საჭირო ჩავთვლით დაგელაპარაკებიო და უკრაინა საერთოდ ესეთ არის. დღეს წავიკითხე პატარა ამბავია, ღაზაზეც ამბობს ჩინეთი, მაგრამ ამასაც მივესალმებიო ჩინეთი ამბობს. ანუ პუტინი თითქოს ბრუნდება მაგიდასთან, ხო? ამ სოფლიო მაგიდასთან ეს აღარ არის, ხო? ბრუნდება. და მე რასაც გქონდა ხოლმე სოფლიოში წავლენ, წამოვლენ, ბოლოს მოვლენ ამ კავკასიასთან. დღეს ხოთაშორის თითქმის ამდენი ხანი არც ყოფილა, რომ ჩვენ საქართველოს არ ყოფილიყავით დახსედები ბოლოს პერიოდი ამერიკიდან. ასეთი დიდი პერიოდი არ თითქმის თითქოს 2 თვეა ხო? აღარ ამერიკიდან აღარ ხსენებულა. ყველა არ ამბობს, მაგრამ ყველა უცდის, აბა რა იქნება და როგორ იქნება, იმიტომ რომ აბა იმიტომ კი არა რომ ესე ეგრეა ახლა რეალ პოლიტიკა ახსენეთ თქვენ და. აი როგორ ხედავთ ახლა თქვენ აქ ის ხედავთ თუ რა უნდა ჩვენ და ჩვენ როგორ უნდა ვქნათ ცოტა აი თქვენ რომ დიპლომატია აი რას იზამდით ახლა? აი ეს დასაწყისში ხო აქეთ ევროპა ეხლა დღეს ესე ევროპა რომელიც ესე ვთქვათ უტრირებულად კლავად მზად არის რომ იომოს ყოველ შემთხვევაში აცხადებს რომ უნდა იომოს რამდენად თვითონ ჯერათ რამდენად ერთიანი ეგ მეორე საკითხი მაგრამ მზად არის რომ ნუ თუ თქვათ სამასის პარტიელივი და ლეონიდესავით არა ყოველ შემთხვევაში რაღაცა გვერდიდან იომოს აი ჩვენ გვართ ერთი აქ უყურებთ აქედან რუსეთი აქ თურქეთი ძალიან საინტერესო რომელიც აშკარად აცხადებს რომ დამოუკიდებელი მოთამაშე უნდა იყოს აი საქართველოს თემა როგორ
ისიც რაიმე ხშირად მეღვიძება ხოლმე და ესეთ რაღაცას ვამბობ ჩემთვის. რა უბედურებას ვართ გადარჩენილი? ხო, ეს ალბათ აი ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო საქართველოს ხელისუფლებამ, რომ ნებისმიერ ფასად რანაირი ზეწოლაც არ უნდა ყოფილიყო. ამ ზეწოლის გაუთვალისწინებლობას რა შედეგებიც არ უნდა მოყოლოდა, რომ ჩვენ ამ ომში არ უნდა ჩართულიყავით, ალბათ ეს ყველაზე რთული გადაწყვეტილება იყო ბოლო 30 წლის განმავლობაში, ანუ საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ. ნათელი იყო, რომ ეს მარტივად არ ჩაივლიდა. ეხლა ბევრს დღემდე არ ჯერა ეს, ბევრ ხშირად მესმის ხოლმე რა ზეწოლა, ვის რაში ჭირდებოდა ჩვენი ომში ჩართვა და ასე შემდეგ, მაგრამ ეს ყველაფერი ხო ვიხილეთ, ხო მოვისმინეთ, ხო გვესმის, ხო ეს ხო დღემდე გრძელდება, ჯერ ხო ბოლომდეც არ არის ეს თლად გადასული ეს ყველაფერი და ეს საფრთხე. ამიტომ აი ეს მომენტი არის ყველაზე მნიშვნელოვანი. რა საფრთხე, რა უბედურება ავიცილეთ ჩვენ იმით, რომ რაღაცნაირად ამაში გახვეული არ აღმოჩნდით. თუმცა ეს ძალიან ძვირი დაგვიჯდა სამწუხაროდ ჩვენ. ბევრმა არ უაპატია, შეიძლება ბევრი ვისაუბროთ იმაზე, სხვაგვარად შეიძლება გაკეთებულიყო თუ არ გაკეთებულიყო. მე ვფიქრობ, რომ გაცილებით მეტია მაგალითები იმისა, თუ რა ზეწოლა მოდიოდა, იმასთან შედარებით რა საჯაროდ არის ჩვენთვის ცნობილი. მე ვფიქრობ, რომ 80% ყოველ შემთხვევაში ჩვენთვის ცნობილი არ არის, რა ზეწოლა მოდიოდა რეალურად ჩვენზე. რატო იყო ასეთი მკვეთრი რეაქციები იმაზე, როდესაც ჩვენ თქვით, რომ ჩვენ ვერ დაუწესებთ ოლმხრივ იმას სანქციებს რუსეთს. რატო გადაირიენ მაშინ აი ევროპელი ესენი? რა სიძლეოდა ახლა ეს ჩვენი პატარა სანქციების ან დაწესება ან არაფერს. რატო იყო ასეთი მძაფრი რეაქცია? რატომ რეაგირებდნენ ჩვენი მეგობრები უკრაინელები ისე როგორც რეაგირებდნენ? რატო გვესმოდა ეს განცხადებები? რატო იყო ცნობილი განცხადებები და შეგახსენოთ ქალბატონის გვარი დამავიწყდა ისე უნდა წაყვანი რომ კი მაგრამ რუსეთიო კი ამოთ რომ მარცხდება მაგრამ კუდი რომ მოიქნიოსო საქართველოსთვისო და აი ფრაზა მე რა ორჯერ იმეორებს მე რა ესე ვთქვათ რამდენი ბომბია ეს მე რა ხო ანდა ჩვენი მე მახსოვს იმამაცით არის ერთი პოლიტიკოსი ჩვენი განთქმული და პირადად ბევრჯერ გამოუჩენია თავს ომი გინდა რომ მეუნებია რასაკვირველია მე მინდა ომიო ჩვენ ვიცი რომ ის თქვა დიპლომატიური მას უთავსებდა პირად მამაცობას ბევრი მაგალითია ჩვენ ჩვენში და პოლიტიკას უგედა პოლიტიკოსებს არ ვახსენებ ეს ხო ასე ვთქვათ ხო ცნობილი ამბავია და გარდა ამისა აი რატომ იყო და რატომ გრძელდება დღემდე აი შიგნით ქვეყნის არეულობის ცდელობა განსაკუთრებით არჩევნების შემდეგ. აი რითი აიხსნება ეს რა არის ამის უკან ყოველთვის რა შეიძლება ადამიანს რო ეჭვი არ შეეპაროს. რატო ჩამოდიან აქ მაინდა-მაინც ის ქვეყნების წარმომადგენლები, რომლებიც აი პირდაპირ ომთან იმ რეგიონთან ახლოს არიან და თვითონ კი არიან დაცული, მაგრამ რაღაცა ძალიან ხშირად დარბიან აქე და ძალიან ხშირად გვიბიძგებენ. იქით რაც ნამდვილად აგრევს. არ შეიძლება ეჭვი არ გაგიჩნდეს კაცი რაღაცა და შავიცი რე აქაც რაღაც თეორია არ შექმნა რომ აქეთ ხო არ უნდათ რაღაცა წამოიღონ თავისი შარის და თავისი ხიფათის აქეთ ნაწილი გადაგინაწილონ შენ და ნუ ისინი არიან დაცული ისინი იმათ ქოლგა აქვს ძალიან სერიოზული ნატოში იმათ პრინციპში დიდი საფრთხე არ ემუქრება ისე რო გითხრათ იმ ქოლგასაც რაღაცა ნახრატები უჩნდება ხან ბოლო დროს ესე იგი თუ ეს ქოლგა თურქეთს გამოვაცლით და გვერდიდან უყურებს და რაღაცა ნუ ახლა ესტონეთი არის ძლიერი არგუმენტი აქვს მაგრამ მდგომარეობა და იმათი მდგომარეობა არის აბსოლუტურად ჩვენ ვართ აბსოლუტურად ყოველად დაუცველი სახელმწიფო პატარა ქვეყანა ისეთ რეგიონში სადაც ვიმყოფებით ნუ ისინი სხვა რეგიონში ხო და აი ხლა რომ რამდენიმე პოლუსია თუ მოპოლუსო რაღაცნაირად აი შეიქმნა ახლა ევროპა შეიძლება რომ ერთი პოლუსია ხო თქვათ თითქოს ესე ჩანს აი თითქოს გაიყო გამოეყო დიდ აისბერგს ევროპა რაღაცა ცალკე აისბერგია ამერიკა ცალკეა რუსეთიც დაждდა აი მაგიდასთან რომ აი რო წარმოვიდგინოთ ახლა აი სოფლიო პოლიტიკის მაგიდასთან ვინც ხედან
აი ვის დასვამით. ალბათ ამერიკა ზის, ხო? ამერიკა ეპატიჟება თუ ასეა თავისით ჩდება რუსეთს. ჩინეთი თავისთავად ზის, ხო? ევროპაც ზის, ხო? ცალკე, აი ევროპა როგორ დაждდებოდა ცალკე ერთად თუ როგორ არის? ევროპა აღარც იყო უკვე პოლიუსის პრინციპში უკვე ევროპა. არა, ეხლა თითქოს თავიდან უსაფრთხოების თვალსაზრისით ევროპა არის მთლიანად მოქცეული ამერიკის შეერთებული შტატების ქოლგის ქვეშ, ნატო იცავს ევროპის უსაფრთხოებას. მოინახება ევროპასა და ამერიკის შეერთებული შტატების შორის საერთო ენა, მაგრამ ჩემი აზრით ამერიკის შეერთებული შტატების პირობებზე. ხოდა აი საქართველოს რა აი საქართველოს თემაზე ესეთი კითხვით მინდა რომ იმას ვაკეთო საქართველოს რაც შეეხება უილიამ ბერნსი CIA-ის ხელმძღვანელი იყო და არა FBI კი WikiLeaks-მა გამოდო ეგ წერილი კი ბატონო მოკლედ საქართველოს თემას რომ დაუბრუნდეთ მე ესეთი კითხვა მექნება ჩვენ ამ ხნის განმავლობაში ამ 30 წლის განმავლობაში აი ამ რაღაცა პროცესებიდან გამომდინარე, რომელიც ჩვენთან მიდიოდა, განსაკუთრებით 2000-იანი წლების დაწყებიდან. ასე ვთქვათ, ჩვენი დიპლომატიური უნარები გადავაბარეთ რაღაცა ასე სხვას. ჩვენთან აი დღემდე ძალიან პოპულარულია, რომ კი რუსეთთან უნდა ვილაპარაკოთ, მაგრამ ჩვენი პარტნიორებთან ერთად, თორემ მარტო არ შეიძლება რომ დავსხდეთ, ხო? ანუ რაღაცებს უნდა მარტო თუ დავჯექით რაღაცა მოხდება, ანუ რაღაც განსაკუთრებული უბედურება მოხდება. ანუ თლიანობაში ჩვენ ავდექით და აი ეს რაღაც დელეგირება ჩვენი საგარეო პოლიტიკური კონსტრუქტების და პროცესის წარმოებისაც კი მოვახდინეთ რაღაცა იმ საერთაშორისო ორგანიზაციებზე, რაღაც იმ თქვათ ეგრეთ წოდებულ ჩვენს პარტნიორებზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამან ჩემი შეფასებით გამოიწვია გარკვეული თვალსაზრისით ამ ჩვენი დიპლომატიური უნარების დეკვალიფიკაცია. რაღაც ახალი თაობა არ გაიზარდა თითქოს, არ ვიცი, ისინი ვინც არიან სამსახურში, იმათაც რაღაც ესეთი მონოპოლარული ვექტორები აქვს, შეიძლება ასე ითქვას და იმას რასაც ახლა ვაკეთებთ, ეგრეთ წოდებულ სუვერენულ პოლიტიკას, სუვერენულ საგარეო პოლიტიკას მათ შორის. გარკვეული კომპეტენციები ჭირდება, გარკვეული უნარები ჭირდება, გარკვეული მზაობა ჭირდება, ხო? ამ ადამიანებთან ურთიერთობის გამოცდილება ჭირდება, ხანუ დავანებოთ თავი რუსეთთან ურთიერთობას. იმიტომ რომ ასე ვთქვათ, ჩინეთის საგარეო პოტენციალთან, დიპლომატიურ პოტენციალთან, ინდოეთის საგარეო დიპლომატიურ პოტენციალთან საუბრის კომპეტენცია ამ წუთას გვაქვს. არ ვლაპარაკობ პრობლემურ ქვეყნებთან. იმათთან ვისთანაც ეგრეთ წოდებული სტრატეგიული ურთიერთობა გვაქვს, პარტნიორული ურთიერთობა გვაქვს და ასე შემდეგ. იმათთანაც კი მზად ვართ როგორც სუვერენულმა ობიექტმა თუ სუბიექტმა პროცესისა ვისაუბროთ და არა ვთქვათ როგორც კლიენტმა დიდი ესე ვთქვათ ანუ დიდი პროცესის რაღაც მცირე წარმომადგენელო ხო? ნუ თქვენ როგორ გახსოვთ 90-იანი წლები როგორ იწყებოდა საგარეო ასე ვთქვათ ჩვენი სამსახურის შექმნა, ეხლა აი ორი თქვენ რო გახსოვთ იმის 1%. ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტრო იყო ერთი ტელეფონი და ერთი ფაქსი. ფაქსი იყო მაშინ. კი ბატონო. დიპლომატები ხელზე ჩამოსათვლელი, ისიც აი საბჭოთა კავშირში ვინც მუშაობდა, ზოგი აქ, ზოგი იქ, არანაირი ამის გამოცდილება არ არსებობდა. არანაირი. აი მახსოვს, როდესაც პირველი საელჩო გავხსენით ბრიუსელში, ეს გახლავთ 93 წლის გაზაფხული, ჩემი მანქანით წავედი, ჩემი მანქანა წავიყვანე იქ და საელჩოს უნდა გენახათ რას წარმოადგენდა, არანაირი გამოცდილება არ არსებობდა. ამიტომ, როდესაც პირველი კონტაქტები დაიწყო დასავლეთის ქვეყნებთან, ევროპელებთან, როდესაც აქ გამოჩნდა დიპლომატიური კორპუსი, ძალიან დიდი იყო ნდობა. გამოცდილი დიპლომატების მიმართა ძალიან კარგი დიპლომატები მუშაობდნენ მაშინ ევროპელები, ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ისინი მახსოვს მისიის ხელმძღვანელები ძალიან დიდი ნდობა იყო და მათი აზრი ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა. გამოცდილებასაც ვიღებდით, რაღაცას სწავლობდით კიდევაც, მაგრამ აი მათი რჩევები ჩვენ ხელმძღვანელობდით და ძალიან ბევრ რამესაც მივახციეთ. 90-იან წლებში მაშინ საქართველოს ძალიან სერიოზული ნაბიჯები გადადგა ევროპის საბჭოში გავწევრიანდით, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გავწევრიანდით, ევროკავშირთან პარტნიორობის ხელშეკრულებას ხელი მოვაწერეთ, ნატოსთან თანამშრომლობა, სტამბოლის სამიტი და მისი შედეგი. სტამბოლის სამიტი და უამრავი რა, ნელ-ნელა იზრდებოდა ეს ჩვენი დიპლომატიური კორპუსი.
ნუ 4 მე მომდევნო 10 წლის განმავლობაშიც ესეთი იყო, თუმცა ნუ აი 2008 წლის ომმა, რა თქმა უნდა, მაშინ რაღაც კითხვები გააჩინა, თუ როგორ ვერ მოახერხა დასავლეთმა, თუ რა მოხდა რეალურად და რატო გადავეყარეთ აი ამდიდ უბედურებას, რატომ ვერ ავიცილეთ თავი ერთობლივად. კითხვები დღემდე არსებობს. ნუ ეხლა ასეთი force majeure სიტუაცია, რომელიც შეიქმნა აი უკრაინაში 22 წლის თებერვლის შემდეგ, მანამდე არ ყოფილა. ეხლა ფაქტობრივად დადგა, ნუ ეგზისტენციალური ვითარება დასავლეთისთვისაც და რუსეთისთვისაც, აი ჩვენ თქვით, რომ შეიძლება ეს რაღაც ბირთვულ ომში გადაზრდილიყო. ამიტომ ეხლა ამ ვითარებაში უკვე სრულიად ნდობა იმაზე, რომ შენი ინტერესები ვიღაცის მიერ არის დაცული და შენ არაფერი აღარ გევალება, ნუ არის ძალიან დიდი გულუყვილობა და ნუ მე ამავე დროს აღმოჩნდა, რომ თურმე თლათისი არ ყოფილა საქმე და შეიძლება ისე უცბად გაგხვიონ შარში, რომ ვერც მოასწრო რეაქცია და შეიძლება ისე უცბად გაიჭყლიტო, რომ შენი წრუწუნიც ვერ გაიგოს ვერავინ და CNN-ს 1-2 სიუჟეტი გავიდეს და მე დაავიწყდეს საერთოდ ყველაფერს. აი, ნუ მე აი დავინახეთ ის, რასაც ვხედავდით უკვე. აი ამ 2-3 წლის განმავლობაში. როდესაც, ნუ, ითვლებოდა, რომ ყველაზე წარმატებული ვიყავით ევროკავშირთან მიმართებაში ინტეგრაციის გზაზე, ნუ მე აღმოჩნდა 2022 წლის თებერვალში, თურმე მესამე ადგილზე ვყოფილ ვარ. რატო აღმოჩნდა ეს? ვერავინ ვერ გაიგო. მე აღმოჩნდა თურმე, რომ ჩვენ ეს არ უნდა გაგვეკეთებია, იმიტომ რომ ეს უკრაინელების ინტერესში არ არის. თურმე სამხედრო თვალსაზრისითაც რაღაცნაირად მეტად უნდა გამოგვეჩინა თავი და მოხდა ზოგადად აი ამ საერთაშორისო ურთიერთობების დეგრადაცია. აი რა ჩვენ ვახსენეთ, როდესაც ხან ერთს ამბობენ, ხან მეორეს ამბობენ და როდესაც უკვე შენ ნაკლებად გიწევენ ანგარიშს და როდესაც უკვე დადგება მომენტი, როდესაც შენ თავზე შენ უნდა იფიქრო და რასაც უკვე ყველაფერს, როდესაც უკვე ყველაფერს ეჭვით უნდა უყურო და შეაფასო, აი ძალიან დიდი გადაფასების მომენტია და მაშინ ეს საზოგადოებისთვისაც ძალიან ძნელი აღსაქმელია. კი ბატონო. როდესაც საზოგადოება შეჩვეული იყო ჩვენ და რასაც გეტყვის რომელიღაც ევროპული ქვეყნის ელჩი, ეს არის აქსიომა. ელჩმა თქვა. ნუ ჯერ აი თქვი კიდევაც ერთხელ და ეხლა ეს გავიმეორებ, რომ თითქმის 50 წელიწადი ვიყავი დიპლომატიაში, ნუ ავად თუ კარგად. მე არ მინახავს, რომ რომელიმე ქვეყანაში ელჩები მართავდნენ ქვეყანას ასე საჯაროდ, ასეთი განცხადებებით, როგორც ჩვენთან ხდებოდა. მაგრამ ეს ჩვენი არჩევანიც იყო, ჩვენ მოვახდინეთ მართლა დელეგირება, როგორც თქვენ თქვით. ეხლა ეს ყველაფერი იცვლება და რაღაც ყველაფერი თავის ადგილზე დგება, მაგრამ ეს საზოგადოების მიერ მტკივნეულად არის ახმული იმის და გამოც, რომ შეჩვეული ვართ ჩვენ ცოტა სხვა რაღაცას, როდესაც ელჩის ნათქვამი ეს უკვე ჭეშმარიტებაა, ელჩმა თქვა. ისე კაცო რო თქვას, ძალიან ნაცარი ვარ დავიყაროთ, არ შეგაწყეთ მაგალითად, რომ ბევრი პატარა ქვეყანა არის სოფლიოში, რომელიც დღემდე და ადრეც ელჩები იმიტომაც იყვნენ, რომ ცოტა ნამესტენკების როლსაც ასრულებდნენ და ამბობდნენ. რასაკვირველია ახლა რაღაცა დონეზე რო გაჭირებულა ევროპის მაგალითებით შეიძლება იქნას მოყვანილი და ხელი დაუგდებიათ ხოლმე იგივე გერმანიაში ამ ელჩებს და ერთი ვინდა კითხოთ თქვენი გამოცდილებიდან და შენი გამოცდილებიდან ზუსტად ამას უყურებთ ხა იალტა არ არის იალტა რას დავარქმევთ ახლა აგერ თებერვლის ბოლომდე ხვდებით უკრაინა ფაქტია რომ ძდილობიანად თუ ნაკლებად ძდილობიანად გვერდზე დატოვეს და დაგიძახებთო როცა იქნება მანდიყავიო შენო შორს არ წახვიდეო და დაგიძახებთ როგორ ფიქრობთ კავკასია არის ყოველთვის მნიშვნელოვანი მნიშვნელოვანი იყოს არც არ გვინდა ახლა არც კაცი არ მოგვაქცეო და ყურადღება სხვა აბა ფიჯი შვენიერი კლიმატი და ის არის და აგერს უჩვენზეა ლაპარაკი სხვა შეს გადავთვალე სოფლიოში დაგუგლეთ რა შეიძლება და ჩილე უფრო ხშირად იხსენიება თუ საქართველო ხო უცებ არის საქართველოს გარეშე აღმოჩნდა რომ ვერ ცხოვრობს ხალხი ესეა აზერბაიჯანი და სომხეთი რამდენად ელოდებით რომ ამ დიდი სტრატეგიული მოლაპარაკება იქნება პუტინი რომელიც კარგად სადილით არის დაწყებული ხო უზადებენ ეთყობა არა ეთყობა გუშინ რადგან ტრაპაში აფასა უთხრეს რომ ოკეი კარგად მივდივართ და უკვე შეიძლება შეხვდეთ ხო არა მგონია იმედ გაცრუებისთვის შედიოდნენ და გამოვიდნენ ახლა ეს ორი ლიდერი თქვა რომ არ გამოგვივიდა მოლაპარაკება კავკასიის თემა რაც ჩვენ გვაწუხებს როგორ კონტურში ხედავთ თუ არ იქნება ნახსენები ალბათ მაინც იქნება იქ
თუ როგორ იქნება? ნუ მე ვფიქრობ და მე დიდი იმედი მაქვს, რომ რაღაცა იალტა 2 არ გველის და ის რაც შემდგომ მოხდა. აბა რაფერს გაუხარდებათ ისე იყვნენ, ჩვენზე იტყვია? ნუ მე უფრო აი ჰელსინკი რო ახსენე შეიძლება რაღაც პარალელის გავლება მოხდეს აი ამ ჰელსინკი შეიძლება რაღაცა ფორმით როდესაც მე პირდაპირ გითხავთ ახლა უკვე შეიძლება ხსნილია უკვე ამაზე ადრე ჩვენ ვსვამდით ამ კითხვებს და ხალხი აიგ როგორ შეიძლება დავსვით ჩვენ ხო კონსტიტუციაში წვიწერია და თუ უკრაინის ნატოს თემა არის ერთ-ერთი პრინციპული საკითხი ხო რუსეთისთვის ტრამპის აზრი ვიცით ჩვენ მოვისმინეთ ხო ვიცე-პრეზიდენტმა მანაც თქვა რომ მე არ არის ეს კარგი აზრიო. ხო, მაქსიმალურად ხა გავგება უნდა გაიგო. არ არის ეს კაი აზრიო. მე მართალია მაინც თქვენს აკეთებენ ევროპაში რომ არა შენი ბოლო ეს არის. აი ხო დადგება ადამიანი ხლა მე არ ვიკითხავ სხვა იკითხავს აგერო. საქართველოს და ნატოს თემა როგორ იქნება თუ უკრაინის თემა არ მოწონს და ტრამპს ეს არ მოწონს საქართველოს რაფერ მოეწონს საქართველოს ამბავს როგორ უყურებთ თქვენ და თან კონსტიტუციაში გვიწერია ასე რომ მაგას მოდით ესე იგი ესეთი ძიმე კითხვაა, მაგრამ იუმორის არა იუმორი, წარე იუმორი. არა, იუმორი არ გეშლება, წარე იუმორი აქვს. აპრილის ბოლოს და მაისის დასაწყისში იგეგმება ნატოს წრთნები საქართველოში. ნუ გამოდის რომ პრორუსული მთავრობა, როგორც უწოდებენ ამ ხელისუფლებას, თურმე ატარებს ნატოს წრთნებს ამ ვითარებაში. ამაზე რა რეაქცია აქვს ოპოზიციას ჯერ არ მომისმენია, ესე იგი როგორ არის რომ პრორუსული მთავრობა ნატოს წრთნებს ატარებს, ჩამოდიან ნატოს წევრი ქვეყნები, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები, აპრილის შორს არ არის, არც მაისი არ არის ძალიან შორს და ალბათ ნუ რაღაცა კითხვები მაშინაც გაჩნდება ამასთან დაკავშირებით, პასუხებიც უფრო გამოიკვეთება, მაგ დროისთვის პროცესები წინ წავა. არა, რას გულისხმობთ, რომ უკრაინა, რომელიც თავარი პორპოსტი უნდა ყოფილიყო. შტატებიც და რუსეთის ყველა გთხოვს ერთად, რომ ნატოში ვიყოთ ყველაზე აქტიური წევრი სახელმწიფო. ხო, ეს კარგია, მაგრამ აი უკრაინა თავარი პორპოსტი უნდა ყოფილიყო ნატოში, ხო სწორია? დიახ. ამიტომ არის ომი არსებითად, ხო სწორია? ნატოს პორპოსტი და მთელი ეხლა თითქოს ყოველ შემთხვევაში, ნუ ამერიკა შეიძლება ესტონეთივით არ არის, მაგრამ რაღაცა ხო მე სწორედ შემთხვევით არ ვარ, არც იუმორის არ ვარ, იმიტომ რომ მე მგონია ბალტიისპირეთის ქვეყნები ადამიანურად რაც გადასცდნენ ყველანაირ საზღვარს და დიპლომატიის საზღვარს გადასცდნენ და ერთ-ორს ვიცნობ იქიდან და ნუ ეს ცალკე საკითხი არის, მაგრამ ფაქტია რომ უკვე ვისმენთ რომ უკრაინაში ნატო არა და ამერიკის არაც მე მგონი არა არის, ხო? ხა თქვენ აი საქართველოს იმართ როგორ ელოდებით დათმო თუ არ დათმო თუ აღარ მიაქცია როგორ და პოზიციას ელოდებით ამერიკისგან ამ კონტექსტში კავკასიას გულისხმობ მთლიანად ხა უკრაინასთან დაკავშირებით ითქვა მართლაც იქ განცხადებები გააკეთა უმაღლეს დონეზე თავდაცვის მინისტრმა საქართველოს არაფერი არ უთქვამს ესე იგი ყველაფერი წესრიგშია ვაგრძელებთ ჩავატარებთ სწრაფნებს და ამ მუშაობას გავაგრძელებთ ამ მიღებულია პასუხი მისაღწევად ჩვენი ევროინტეგრაციული მიღებულია პასუხი კი ბატონო აი ეს არის მისაღწევად ხო მაგრამ აი ხმურთარებაში ვარ ესე იგი ჩვენ ისეთ ტრადიციად ჩამოყალიბდა უკვე რომ თქვენი ესეთი ბოლო სიტყვა ჩვენს დღევანდელ პოდკასტში ესეთი ოპტიმისტური მე ძალიან ოპტიმისტით უყურებ იმას რაც მოხდა ამერიკის შეერთებულ შტატებში და მე ვფიქრობ რომ ეს არის ძალიან პოზიტიური რევოლუციური ცვლილება მთლიანად გლობალურად სოფლიოსთვის ეს იქნება ძალიან პოზიტიური ცვლილება. იქნება იქ ყველაფერი შეიძლება ბევრი კითხვა წარმოშვას ამან, მაგრამ საერთო ჯამში მე ამ ძრებს უყურებ ძალიან პოზიტიურად. და იმას თუ როგორ დაიწყო ახალმა ადმინისტრაციამ ზოგადად მუშაობა, რამდენად დინამიურად და შედეგიანათაც უკვე გარკვეულწილად. ასე რომ ეს მე ოპტიმიზმის საფუძველს ნამდვილად მაძლევს. გაცილებით უფრო ოპტიმისტურად ვარ, ვიდრე აი სანამ ეს დიდი ცვლილებები მოხდებოდა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ძალიან მალე შეგვეხება და ასევე დადებითად და პოზიტიურად. კი ბატონო. მადლობა მეგობრებო, მე რამის თქმა ხო არ გინდოდა? არა, მეც ძალიან ოპტიმისტურად ვარ და მithumetes
ნამდვილად გეუბნები, რომ წარმომედგინია, რომ ესე არ მომხდარიყო. აი რამხელა შარში ჯერ რაც ხდებოდი და ნახო უამრავი ამბავი არ ვიცოდით და კიდე ალბათ ყოველ დღე ვიგებთ ახალ ამბავს, ყოველ დღე ახალ ამბავს ვიგებთ რეალურად. თურმე სატყოფილ ვართ, იმიტომ რომ ეს რაღაცების მიხვედრა შეუძლებელია და მარსაკვირველია, რადგან აქამდე და გადავრჩით. ესე ვთქვათ, მეგონი კარგად იქნება. ეს წვრთების ამბავი არ ვიცოდი, მართალი გითხრათ, ამანაც წვრთების ამბავი მართალი გითხრათ, არ ვიცოდი. ხო, ეს არ ვიცოდი. სხვა შორის ქართულად ვიტყვი, გარდაიდარდოშიანი ძალიან ის არის ეპიზოდი ის ფილიპოვერის სახელი რომ პარსავს იმას გიგაბიძეს რა და ეუბნება მართალიაო იქ რო იყავე გაჭრილიო ქვებს ყლაპავდიო თუ ქვებშურიო და კიო და ეს ჩვენ მხოლოდ ქართველებს შეგვიძლია ქვები ყლაპოთო მე მგონი ეს როდის არის აპრილში ეს იქნება ძალიან საინტერესო დროს გვაქვს ესე კიდე მე მგონი თავრობამ გასაბზანება ნატოს ჯარიმის რა გემების შემოსვლისა ფოთის პორტში ესე იგი თათ ოპტიმისტურად დავასრულეთ ეს ამბავი მე მგონი ახლა ჩვენ კანთარია ვაკლია და მე მგონი მეორე ადგილასაც ამბავ დროშა ამ ნოტ ოპტიმისტურ ნოტაზე დავასრულოთ ჩვენი გამოცდა სალი გადაუწორე ეს დრასტიკი დივერსიტხავ და უბულო